საღამომშვიდობის თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუტაშვილი ვარ. 2 თვის წინ ჩვენი ეთერი მიეძღვნა RMG-ს მიერ ოქროსა და ძვირფასი ლითონების მოპოვების საქმეს ქვემო ქართლში. ამის მიზეზი დარბაზის ხეობაში, კერძოდ ამ ხეობის 6-ვე სოფელში პროტესტი იყო. ვრცელ რეპორტაჟში, რომელიც მასში შემოგთავაზეთ, მოსახლეობა და ადგილობრივი აქტივისტები საუბრობდნენ, რატომ ეწინააღმდეგებოდნენ მათ დასახლებასთან ახალი კარიერების გახსნას, ჯანმრთელობის პრობლემებზე, საძოვრებისა და შესაბამისად შემოსავლის გარეშე დარჩენაზე, გარემოს დაბინძურებაზე, ადამიანების უფლებების ხელყოფაზე და ასე შემდეგ. და აი 2 თვის შემდეგ ჩვენ კვლავ უბრუნდებით რუსი მილიარდერების კომპანიას, რომლებიც საქართველოში ოქროს მოიპოვებენ. თან გვამადლიან ბიუჯეტში ფულს ვიხდითო. ამჯერად იქ ჩასვლა სხვა ხეობის მცხოვრებლებმა გთხოვა ერთმა მცხოვრებელმა, სოფელი უკანგორის ერთადერთმა მკვიდრმა ტარიელ მიქელაძემ. ადგილზე ჩასულებს საზარელი სანახაობა დაგვხვდა. დაახლოებით 3 კვირა იქ ხელუხლებელი 100-ლოვანი ტყე იჩეხება. ნახოთ ვიდეო, რომელიც გელამ თემიშვილმა მოამზადა. დასაქმებულები ხავთ და ხმას ვერ იღებენ. კი, ჩუმად კი ლაპარაკობენ, მაგრამ როგორც იცი რომ ხმა მოიღონ, ეშინიათ სამსახურებიდან გამოგვაგდებენ. მერე იბარებენ, ხმას ვინც ამოიღებს, ინფორმაცია მიდის, იბარებენ, უსაფრთხოება მათი და ემუქრებიან. ზოგს შვილი მუშაობს, ზოგს იმას და აშინებენ რა. 56 წლის ტარიელ მიქელაძემ მთის ამბების ტელეფონი კითხვა-კითხვით გაიგო და დასახმარებლად ჩასვლა გთხოვა. ეს ხალხი ხმას ვერ იღებს. მოგითხრა გუბერნატორი იყო ჩამოსული, გამგებელიც იყო მისული, ხმას არ იღებენ. პირიქით ხელს დასუკრებენ ყველანი რა. მისი რეგიონის ფორმალურ მთავრობასთან დაჩივლებას არავითარი აზრი არ აქვს. რამდენადაც იქაურობას არაფორმალური მთავრობა ჰყავს. ყველაფერი ისე ხდება, როგორც RMG ჯგუფი ისურვებს. ესე არის მაგ კაცი ვერ გაელიდა ესეთი ბუნება იყო ისეთ საერთოდ. ადამიანი გერეხი რო შემოსულიყო, იმას აკონტროლებდნენ შესახლისთვის შეშარო მიეტანა. გაჩეხილა ეს დღე როდესმე? ესი არის ესეთი რამე არა. კი, შეშაიჭრებოდა, მაგრამ გამოყოფით რა აქ. მოსახლეობისთვის რა. მაგრამ ესე მასიურად რო იჭრებოდა ესეთი რამე არ მინახია. ხევებს უკვე ვეღარა ვცნობ, ჩემი ცხოვრება აქ ვცხოვრო და აი ეგ ხევი იყო სადღაცასა, აღარც ეთხოვა იმ ხევს. რაღაცაში. ეს დაწყება არის, ეს არის დაწყებული 1-3 კვირის ჯერ. ახალი დაწყებულია ჯერ. ახალი დაწყებულია ჭრა. სგამდის და ასატყოვებენ ჯერ და არა მთლიანი დღე და გაიკაფოს. ეს ინფორმაცია დიდ ტერიტორიაზე? კი, 150-დან მე დაჟე გავიგე 1000 ჰექტარი. ეს ხეობა აღარ იქნება მთლიანი დროთან რა. იქით ხარ ესაც ანალოგიური თემა. გზისთვის და პლუს კარიერისთვის, ხო? აბა. მე რეально გაკაფილი იყო რა იქია მაგას. რაღაცა რო იყო და მე ჩემი რომ მე უნდა დავაფიქსირო რაც არ უნდა იყოს ჩემი მოვალეობა მომიხადო. ვიძახიან რომ ძალიან ბევრი ოქროა. მე უკვე წარმომიდგენია რა უბედურება იქნება აქ. ამოდენა ბუნების ადგილი იქნება ცარიელა გორები, როგორც დანარჩენი კარიერებია, აი ესე იქნება აქ. ტარიელი სოფელ უკანგორში ცხოვრობს, დმანისის მუნიციპალიტეტში. რასაც მთელი ცხოვრება დმანისსა და ბოლნისის შემოგარენში უყურებს, ის აფიქრებინებს, რა ელოდება უახლოეს მომავალში ამ ხელუხლებელ დღეს და მის ცხოვრებასაც. ტვერი, უბედურება, დინარეები წაიბილწა, თევზი აღარ არის, მას შევერე საიდანაც კარიერი გადის, თევზი გაწყდა. რატომ? ალბათ შხამები ჩადის რა. რა გითხრა. ბაყაყიც კი აღარ არის იმ ადგილზე. და ჩვენ სოფელს კიდევ საქონლის წყალი არ ექნება დასალევი. ვიღაცამ რომ მოიწადინოს და მოვიდეს ან იცხოვროს და საქონელი რაღაც შეინახოს, დასალევი წყალი არ იქნება ეს წყალი რომ წაიბილწება. მოსავალი აღარ მოდის მაშავერაში ფაქტიურად. ვინც წესავს არ უღის რა უკვე მოსავალი არ მოდის მოსავალი. აქ ცხოვრება აღარ შეიძლება. მე მითხეს არ გინდაო ბიჭო რა გინდა ეგეთი რამეო ისე. როგორც რამე მე ჩემი ნამუსის წინაშე მართალი ნავიყო და მენა გავახმაურო და რა ჩემი ახლა თვითონ იცი.
ჩემი სოფლის ბუნება არის, ჩემ ბავშვობა აქ თუ გამოვიდე ახლა ვიღაცა მომიდა ჯალათივი დამიდა მეუნება აღარა შემოხვიდე ახლა საპროტესტო არ არის. ხელის მოწერები შეაქრონჩეს. და წავიდა მე მეურმა უარი თქვა რა დაიბარეს ხელის მოწერებს. იმიტომ დაგირეკეთ თქვენ რომ გავაგებინო ქვეყანას რომ აი ამ ესეთი ბუნებას ანადგურებენ. და აი ეს არის ჩემი ნაკვეთი ეს ადგილი. ხო. მომიყვანეს დამიყარეს ამე ძალით ვარჩევენ. აქ კიდევ ხალხის აქვს, აქ ერთი ორ გაფორმებული. ახლა მას ვერ იღებენ ეშინიათ რომ აბა გავაჩეროთ. ტარიელის სახლს ზემოთ ტყისკენ რომ აუყვები 2 კილომეტრში RMG გრუპის ჩეკპოინტია. ადგილზე ხის მასალით სავსე 2 სატვირთო დაგხვდა. გამარჯობა. თქვენია ეს მანქანები? ჩემი ვისია აბა? მიღებთ ანუ საიდან მოგაქვთ ეს შეშა? საიდან? ხო, ტყე. აი აქედან. სად მიგაქვთ ეს ხე? აი eta ბაზა. ბაზა რა არის? ლესხოსკი ტერა. სატყეო მეურნეობის ბაზაზე, სად? საფარლო. საფარლოში? ტერიტორიას ცოცხალი დაცვა აკონტროლებს. განთავსებულია სათვალთვალო კამერები. ამ პუნქტიდან ტყეში შემავალი გზა ჩაკეტილი აქვთ ჯაჭვით. აი ჩემი პირადი დასალევი წყალი მოდის აგერ ხევილა. აი მან მაქინა. და ეხლა სათავე რომ მინდოდეს ამოვწმინდა წყალი ვიღა აქ ნებართვა ავიღო ეს ან ძრო ხარო ჩემი ძრო ხარო გავიდეს ნებართვა ავიღო რომ შევიდე. არავის არ დაუშლია. არს დაუშლია, არავის. არ დაუშლია. RMG-ს დაცვა ვერ გვიხსნის, რატომ არის გზაზე დაყენებული ბარიერი. თუ გავლა გამოვლა ყველასთვის შეუზღუდავია. გამარჯობა. თქვენ ხართ სათვალოს სამსახურის წარმომადგენელი? ის ძველი. რეინჯერი ხართ უბრალოდ? ეს ხა კანონიერად მოჭრილი ხეთხია? კი, აბა როგორ? გარემოსადმი მიყენებული ყველა ზიანისთვის RMG-ს მთავრობის ნებართვა აქვს, მათ შორის მისი შვილობილი კომპანიის. Georgian Copper and Golds მინიჭებული აქვს ხელუხლებელი 100-წლოვანი ტყის განადგურების ნებართვაც დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანგორაში. დღეში რამდენი მანქანა გაგაქვთ? Два участка есть. რამდენი? 10. რამდენი წლის ხე იქნება ეხლა? აი ბოთ, ერთი 50 წლის. 70 წლამდე მაინც მინიმუმ ეგავა. აქ საუკუნოვანი ხეებია, ზოგი 2 საუკუნისა. უკანგორის ტყეში სხვადასხვა სახეობის ხე-ტყის ჭრის უფლება RMG-ს კომპანიას ჯერჯერობით 10 ჰექტარზე აქვს აღებული, 5 წლის ვადით. მაგრამ თუ შევხედავთ, როგორ იყო ჩაღეს ამ 3 კვირის განმავლობაში, ადვილი გამოსაცნობია, რა სანახაობა დაგხვდება აქ 5 წლის შემდეგ. ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის დმანისის სატყეო უბნის საქმიან ეზოში დილიდან ღამემდე საქმეში არიან. ტყეში მოჭრილ ხეებს ამ ეზოში ასაწყობებენ. ტყიდან დილიდან საღამომდე ელექტროხერხის ხმა ისმის. ტარიელის ეზოს გავლით გაუთავებლად დადის მძიმე ტექნიკა. სოფლის შარაგზა ზედ მის კედელთან ინდუსტრიულ მაგისტრალად აქციეს და ისედაც ავარიულ სახლს ზანზარი გაუდის. ეს არის სოფელი უკანაგორი. აქ ჩემ მეხსიერებაში 15 ოჯახამდე ყოველთვის ცხოვრობდნენ. და 90-იანების შემდეგ ნელ-ნელა ზოგი მოხუცი დაიღუპა. ზოგის გაჭირვების პერიოდი რო იყო საზოგადოების გზები რო გაიხსნა საბერძნეთში წავიდნენ, ზოგი გერმანიაში წავიდა. ზოგი ბოლნისში გადავიდა, ზოგი თბილისში და ასე დარჩა ტარიელ მიქელაძე სოფლის ერთადერთ მაცხოვრებლად. უფროს თაობისგან რაც გამიგია, სოფლიო ომის სანამ დაიწყებოდა. გერმანელები ბოლნისში ვინ ცხოვრობდნენ, აქ მუშაობდნენ. გვირაბით გამოჰქონდათ ოქრო, ხელით. ამუშავებდნენ და გვირაბით გამოჰქონდათ ოქრო. მერე შემდეგ ეს ომი რო დაიწყო, ეგენი ხო გაიქცნენ ყველანი 39 წელს უკვე გასაქცევი რო გავხდათ, წავიდნენ. მერე უკვე საბჭოთა კავშირის პერიოდში, სტალინის პერიოდში ომიანობა რო იყო, აქ 41 წლებში ოქროს იღებდნენ ანალოგიურად გვირაბით კიდევ. და იძახდნენ რომ თვითნაბადი ოქრო იყო. რას ნიშნავს? თვითნაბადი, აი პირდაპირ ნატეხი ოქრო. ეგ მიქონდათ და მე 53 წლებში სადღაცას მიახლოებით 43-44 წლებში დაიხურა ეგეც. და მე შეგავიდნენ და ეხლა შემოვიდნენ ეს 2 წელია CMG შემოვიდა, სინჯები გაიღო და ეხლა კარიელი RMG შემოვიდა ეხლა. ეხლა იძახიან
ღია კარიერის გახსნა გვინდაო რა, ფაქტიურად ეგრე გამოდის. და აქ ღია კარიერი გაიხსნას, თითოეულ ბუნება საერთოდ აღარ იქნება. ღია კარიერით მადნის მოპოვება ერთი რომ უფრო იაფი უჯდება კომპანიას და მეორე იქ შესაძლოა მიწის ზედაფენებიც ძვირფას ლითონებს შეიცავდეს. ღია კარიერული წესით მუშაობა გარდაუვალი ეკოციდია. ტერმინი, რომელსაც RMG-ის საქმიანობის აღსაწერად ექსპერტები იყენებენ, თავად კომპანია გადაჭარბებულს უსაფუძვლოს უწოდებს. ეკოციდი ბუნებრივი გარემოს მკვლელობაა, სადაც ცოცხალი ორგანიზმი ვეღარ ბინადრობს. ლექსიკონურ განმარტებას რომ თავი დავანებოთ, შეგვიძლია უბრალოდ კაზრეთის მიდამოს თვალი მოვავლოთ. უარესი იქნება კაზრეთზეც და იმაზეც, მუშევანზეც და იმ დანარჩენ ტერიტორიაზეც. აქ თუ გაიხსნება, აქ არის ძალიან დიდი მასშტაბი. და აქ არ გაჩერდებიან. მე როგორც არაუდით ვიცი, 70 ჰექტარიო და ის 70 წელით იყიდესო და კაზრეთს ახლა შეუსრულდა 50 წელი. იძენენო რა 70 წლის და კაზრეთს ახლა ამ წელს შეუსრულდა 50 წელი და კაი დღეში არ არის და აქ 70 წლით რო შეიძინონ ეს ხეობა აღარ იქნება საერთოდ. უკანგორა მეორე სოფელია, სადაც ადგილობრივები RMG-ის მხრიდან სიძველეების იგნორირების ფაქტზე გვიყვებიან. წინაჯერზე დარბაზის ხეობაში მწყემსებმა ნახეს, როგორ ჩაყარეს მადნეულის ძებნაძიებისას მიწიდან ამოსული ძვლები პარკებში და იქაურობას გაარიდეს. ასეთ დროს კანონი კომპანიას ავალდებულებს არქეოლოგიური კვლევის შედეგს დაელოდონ. იგივე ამბავს ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ გადავაწყდით. იქით ხარეს, სადაც ჩვენ ვიყავით, იქ ნასოფლარიც იყო რა, დაჟე ბიჭებმა ვინც იქით ამუშავებდნენ ერთ-ერთმა თქვა, ძვლები რამე ყრიაო რა, ტრაქტორმა მოთხარავ. მე მომიტანა ძვლები მაჩვენა რა, მიცვალებულის. მე წავიდა არქეოლოგი მოიყვანა და თქობა გაიგეს თუ და ვეღარ ის ადგილი გაესწორებინა თუ რა, ვეღარ ვიპოვეო. მამაპაპის ძვლებს მიაწვე ტრაქტორით და მტერიარიზამ და ამ შენიშვნაზე ტარიელს შევახსენეთ. რუსია კეთებს ამოგიოს. როდის იყო მოყვარი რუსია? იყო მოყვარი. ამ უძველესი ეკლესია გვაქვს აგერ, ღვთისმშობლის ორკარიანი საყდარია. თან ახალი გარემონტებულია. მაგედა წამოიღეს მიცვალებული წაიღეს და ხმეუნები მე ვარდის უბანში დადგეს ცურტაველის ძეგლი და ცურტაველი მითხრა მასად მოღვაწეობდა მას სადიყო. უკანგორის ერთადერთი მაცხოვრებელი ეჭვობს, რომ მიწისის ნაკვეთები, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მას სახელმწიფომ არგუნა, ახლა RMG-ის ინტერესების საზღვრებში მოექცა და სწორედ ამიტომ უჭიანურებენ მიწის რეგისტრაციას. შიშობს, რომ მალე იქ ვეღარც მოსავალს მოიყვანს, ვერც საქონელს აძოვებს და წყალიც უვარგისი გახდება ცხოველების დასარწყულებლად. ალყაში ყოფნა გამოდის, აქედან კარიელია. აქედან კარიელი გეტყავს პირდაპირ. აქედანაც კარიელი და ალყაში არა ვარ. იქ აფეთქებები რო იყო, აქ სოფელს კაი დღე დაადგება. რადიაციას გამოყოფს, სადაც ოქროა, იქ რადიაციაა. ეს ამოდენად ციანიდი რო ისხმევა. ხო, ჰაერში არ უთქლდება. ის სად მიდის? ისევ დაბლა არ ჩამოდის. ტარიელ მიქელაძე პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ სამუშაოდ კაზრეთის კარიერზე გაანაწილეს. სწორედ იმ მავნე ზეგავლენის გამო სამსახურზე უარი თქვა და აი, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კაზრეთის საკუთარ ეზოში მოადგა. უკანონობა და უსამართლობა, არც კანონია და არც სამართალი. მე რომ მკითხო. იმიტომ რომ მართალია რა, სამართალი, აი იცი როგორ ქვეყანაში ვართ, მე როგორ წუყურებ. იმედი არა გაქვს, რომ ვიღაცა გამგებელთან ავდივარ, ვეუბნები რომ ერთი კაცი ვარ, ხო, მან მომხედეთ. მაინც არა. და არა და ამათი მომხრე ვიყავი მე 2012 წელს. ეხლა ნაცი გავხადეს. და ცხოვრებაში, მაგრამ და სიამდვილეში ამათი მომხრე ვიყავი. და ვიც ნაცი იყო იმისი მტერი ვიყავი იმ პერიოდში. მე თქვი და ამათ უარესი გააკეთე. ნაცების პერიოდში მაინც არ ეხებოდნენ რაღაცა კანონები მაინც. ეხლა მიხვალ და ჩვენა ვართო და იყვნენ კიდევაც რა სადამდე იქნებიან. ყველა ვინც მოძინავდნენ, ყველა გარბის და რავი, დაჭერით ემუქრებიან, რითი ემუქრებიან, შიშის ფარგლებიან, რავი, მიზეზებს უძებნიან, რასაკეთებენ ჩემამდე არ. და სადამდე რა ყველა ხوارან დაიჭირონ ბოლო-ბოლო.
ძალა აღმართს ხნავს. უკან გორის 100-წლოვანი ხელუხლებელი ტყე დღითი დღე უკან იხევს. სოფლის ერთადერთ მაცხოვრებელს არც კანონი იცავს, არც გამგებელი. უკანასკნელი საშველი მისთვის ის ადამიანები არიან, ვისთვისაც ხმის მისაწვდენად დახმარება ჩვენ გვთხოვა. არ შეუძლია გულშემატკივარის გარეშე უყუროს, რაც მის თავს ხდება. როგორ კვდება მის თვალწინ სოფელი, სადაც დაიბადა და გაიზარდა. როგორ პატარავდება ტყე, რომელიც მის დაბადებამდეც მრავალი საუკუნე შრიალებდა. ბარბაროსობა რა ქვია. შენ ბარბაროსობა, შენი ხელით ანადგურებ შენ ბუნებას. შენ მომავალს ანადგურებ საუკუნეების ტყეა და ხალხი რო უთხრილდებოდა. ამას რა ქვია. ერთი უბედურებაა რა. პატარა ის ბუჩკანარი რო იყოს სხვა კიდევ რაღაცას ვიტყოდი, მაგრამ ამ ხელა ბუნებაა. სერიოზულად საუკუნოვანი ხეებია, ზოგი შეიძლება 3-4 საუკუნესაც იყოს. ერთი ადამიანმა რა ნაქვია, იმიტომ თქვენამდე მოვედი, რომ აი მეთქი ეს რაღაცა რო გავაგებინო ხალხს. დახმარება გვჭირდება, ამდენად ბუნება ის მარტო ჩემი ხო არა და ყველასია საქართველოსია. ძნელი ამ სანახაობის დაბეჭდილებიდან გამოსვლა. ორი წინადადებით რომ შევაჯამოთ, ჩვენ ახლა ვნახეთ როგორი უძლურია, მაგრამ აინც შეუგუებელი სისტემის წინაშე მარტო დარჩენილი ერთი ადამიანი. საუბარია სისტემაზე, სადაც ძნელია გაარჩიოს, სად მთავრდება ხელისუფლება და სად იწყება ბიზნესი. ის ვანდალიზმი, რასაც ახლა ჩვენ ვუყურეთ, ლიცენზირებულია, გაცემულია ყველა უფლება ამ 100-წლოვანი ტყის გასაჩეხად. და ადამიანს, რომელმაც აღარ იცის ვის მიმართოს, ერთადერთი იმედი დარჩა თქვენი დახმარების იმედი. იმ ადამიანების, რომელიც ამას უყურებთ ახლა და ეს მართლა არ არის ტარიელ მიქელაძის ტყე. ეს ჩვენი საერთო ბუნებაა, ჩვენი საერთო ქვეყანა, საიდანაც ოქროს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რუსი მილიარდერები მოიპოვებენ. ჩვენი სტუმრები არიან გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე და რაბილ ისმაილი, სამოქალაქო აქტივისტი ქვემო ქართლიდან. მოგესალმებით. წინა გადაცემაში, სადაც დარბაზის ხეობის პროტესტებს საუბრობდით, მოწვეულები იყვნენ RMG-ს წარმომადგენლებიც. მაშინ არ მოსვლის მიზეზად დაასახელეს ის, რომ 24 საათით ადრე მოწვევა არ იყო გონივრული და საკმარისი დროით ადრე შეთავაზებული. ახლა კიდევ უფრო დიდი ხნით ადრე მოვიწვიეთ, როგორც ხედავთ, არც ამჯერად მოვიდნენ, მაგრამ უპასუხოდ არ დატოვეს ჩვენი წინა გადაცემა. მას გადაუმოწმებელი, სამხრივი და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული ბრალდებები უწოდეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გადასამოწმებლად ორმხრივობისთვის და ფაქტობრივი საფუძვლების დასადგენად პირდაპირ ეთერში გელოდებოდით მაშინაც და დღესაც. დღევანდელ სტუმრებსაც აქედან გამომდინარე დაუსვამთ კითხვებს, მაგრამ მანამდე ნინოს მინდა ვკითხო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ნინო. თქვენ ახლა უყურეთ, რომ 3 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 10 მანქანა დატვირთული, დახერხილი ტყის, ესე იგი, ხეებით გამოდიოდა ყოველდღიურად 10 სატვირთო მანქანა. თან ამბობს ეს კომპანია, რომ ნებართვა მათზე არის გაცემული, ეს ნებართვა გულისხმობს იმას, რომ შეუძლიათ რამდენიც უნდათ იმდენი ხე მოიპოვონ, სპეციალური სარგებლობის უფლება აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ ნებისმიერი რაოდენობით იქიდან ხე-ტყის გამოტანის უფლება. მაინტერესებს ჩვენ ყოილად ვნერვიულობთ და ეს ყველაფერი ნებადართულიც არის და აღსრულებაც უკვე სახეზეა, როგორც უყურებთ, თუ როგორ შეიძლება შევაფასოთ იქ მიმდინარე მოვლენები ამ წუთას ხე-ტყის ჭრას გულისხმობ. პირველ რიგში უნდა შემოწმეს და გადამოწყვეს როგორ იყო გაცემული სპეცნებართვა. დავიწყოთ აქედან, იმიტომ რომ ის მაინც ვადიანია და იმას აქვს კონკრეტული რაოდენობა. თითო მანქანა დაახლოებით 8 კუბომეტრს მაინც მოიცავს. თუმეც არა, ზოგჯერ გააჩნია რა ტიპის მანქანა მიდის, 5-დან 10 კუბომეტრამდე შეიძლება დაატიონ. ამიტომ ყოველ დღე თუ ეს გადის და გრძელდება 2 წლის განმავლობაში, ესე იგი იქ მარაგებიც ძალიან ცოტა არის და იქ
ამ ხეობაში საერთოდ ზოგადად ეს სამი კვირას ბოლო ჩვენ რაც გადავიღეთ ეს სამი კვირის წინ დაიწყო სამი კვირის ვადა მაგრამ გადაამრავლეთ რა რაოდენობა ჩვენ როცა ვნახეთ 5 წლიანი ქონდათ ეს ვადა შეიძლება 5 წლიანი ქონდეს მაგრამ რაოდენობა მაინც იქნება განსაზღვრული იმიტომ რომ ტაქსაცია ამას მოითხოვს რა რაოდენობის ხეთყე გადის ესეც უნდა იყოს დათმული თუმცა მე სპეცსარგებლობისთვის ანუ წიაღის მოპოვებისთვის რაც კეთდება ზოგ შემთხვევაში არის პირწმინდა ჭრები დაზუსტებული ანუ უნდა იყოს პირობები ჩადებული რა პირობებით ხდება ამიტომ საინტერესოა რა პირობებით იყო გაცემული და რა ვადაში იყო გაცემული როგორ უნდა გააკეთონ ექსპლუატაცია რას უკეთებენ ნარჩენს ფუჭს ის რაც ხდება ანუ სრული მანიპულაცია ყველაფერი უნდა იყოს აღწერილი იმიტომ რომ სხვანაირად წესით და რიგით სატყეო არ გასცემს ნებართვას იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ეს სპეცჭრა ამ შემთხვევაში აი სპეციალური ნებართვის შემთხვევაშიც კი უნდა იყოს თუ არა რაოდენობა დადგენილი კი ადგენენ როგორც წესი იმიტომ რომ იქ კვარტალია უბანია კონკრეტულად უბანზე რამდენია მარაგი ეს უნდა იყოს დადგენილი და მითითებული გარკვეულად ნინო მე რამდენადაც ვიცი მით უმეტეს იმ პერიოდში როცა ჩვენ ფაქტიურად ვართ კლიმატის ცვლილების პროცესში ჰექტრობით თქვათ მიწის ტერიტორია რომელზედაც არის ტყე გაშენებული შეიძლება $1,000,000-მდეც კი ღირდეს კომპანიის ძირითადი თქვათ ისეთი გამამართლებელი საბუთი როგორც წესი აქვთ ის რომ ეკონომიკას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ძალიან უწყობს ხელს ვთქვათ მადნის მოპოვება რომელიც შემდეგ გასაყიდად გადის სხვადასხვა ქვეყანაში და ეს ყველაფერი შემდეგ ბიუჯეტში რაღაცა დიდ აისახება თავისთავად ცხადია რამდენად შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში შედარებული ზიანი და სარგებელი, როდესაც თან ეკონომიკურ განვითარებაზე მიგვინიშნებენ და თქვათ ეკონომიკურ სარგებელზე, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ხეთყესაც კონდეს თავისი მატერიალური ფასი და ხანდახან შეუფასებელიც კი იყოს მისი არსებობა ამ კონტექსტში როგორ არის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რასაც თქვენ ახლა აყენებთ იმიტომ რომ სამწუხაროდ ბოლომდე არ ხდება ამისი შედარებითი ანალიზები აი რა ჯობია მადნის მოპოვება თუ ჯობია რომ ხეთყე შევინარჩუნოთ იმიტომ რომ ღირებულება ხეთყის თითქოს ადამიანს გონია რომ ეს დაანდაბალია მაგრამ ემისიებიდან და იმ ვალდებულებიდან რაც ჩვენ პარიზის აქტით აქვთ აღებული, გარკვეულად ის უფრო ძვირფასია ზოგ შემთხვევაში, ვიდრე მადნის რაოდენობა. ჯერ ერთი უნდა ვიცოდეთ, რამდენ მადანზე არის ლაპარაკი, ღირს თუ არა საერთოდ დაწყება, იმიტომ რომ შედარებითი ამისთვის კეთდება. ამისთვის არის იმდენი პროცედურა, რომელიც უნდა გაიარა ნებისმიერ კომპანიას, როცა სამთო მადნის მოპოვებაზე მიდის საქმე, იმიტომ რომ როგორ არის, იცით, კი მართალია, მადნეულიც დააჭიათურად საკმაოდ დიდ რაოდენობა თანხას აკუმულირებს საქართველოს ბიუჯეტში, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი წყარო განსაკუთრებით მადნეული, იმიტომ რომ სპილენძის საბადოა და ძალიან მნიშვნელოვანი საბადოა, ერთ-ერთი ყველაზე კარგი საბადოა სპილენძის მოპოვებისთვის და ამიტომ იმას უჭირავს გარკვეული ბაზარი, ევროპის ბაზარს გულისხმობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი საბადოა. უბრალოდ ლაპარაკი არის იმაზე, რამდენად გვიღირს ესე გაშლა ამ საბადოსი მაქსიმალურად და გადახსნა ყველაფრისა, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში სხვა მეთოდი ჯობია გამოყენებული იქნას, არა კარიერული წესით მოპოვება, არამედ თუ ტყე ძალიან მნიშვნელოვანია, ისე უნდა ვიაროთ გვირაბებით, უნდა ვიაროთ ისე რომ სხვანაირად მოვიპოვოთ, იმიტომ რომ არსებობს უამრავი ახალი ტექნოლოგიები, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული. და ამიტომ ეს უფრო მნიშვნელოვანია ბევრ შემთხვევაში. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ თავის დროზე, როცა თვითონ კაზრეთში აი მადნეული გაიხსნა ეს ღია მოპოვებით, იყო პრობლემატური საქართველოსთვის და მართლა პრობლემატური იყო. დაწყებული მე-20 საუკუნიდან თავის საუკუნეში თავისი გახსნის პერიოდიდან უფრო პრობლემა იყო. ამიტომ დაბინძურება იყო ძალიან მაღალი, იმიტომ რომ იყო პერიოდი, რომ საერთოდ ვეღარ ვაკეთებდით გაწმენდას წყლის კაზრეთულასი, იმიტომ რომ დენი გაითიშა, იმიტომ რომ გამწვეტი ნაგებობა მაღლა იყო, ნუ მოკლედ ბევრი პრობლემა ჰქონდა.
კაზრეთს და იქ არის ორი ტიპი. ჩვენი გვაქვს ისტორიული დაბინძურება, უკვე წლების განმავლობაში დაგროვებული და ყოველთვის ვამბობდი, რომ ზიანი უნდა დაუთვალოთ საბჭოთა კავშირს, რა ზიანი მიაყენა ამ მხარეს და ჩვენ სამწუხაროდ ეს ზიანი ბოლომდე დათვლილი არ აქვს, რომ სხვანაირად რო ყოფილიყო მოპოვება, ალბათ უფრო ნაკლები ზიანი ექნებოდა მხარეს, რომელიც არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და რომელიც უფრო ღირებული შეიძლება იყოს ეკონომიკის განვითარებისთვის, უბრალოდ ჩვენ ამას არ ვითვლით ბოლომდე. აი ეს არის ყველაზე ცუდი. და შეიძლება თვითონ იმ ადამიანებისთვისაც ეს იყოს გარცილებით უფრო მნიშვნელოვანი. იცით რა, მარტო ადამიანებისთვის არა, საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველა ეს უბანი არის ხალხი ცხოვრობდა იქ, ცხოვრობდა ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა და ჩვენ როცა დღეს ნერვიულობთ დემოგრაფიაზე, ალბათ ამას უნდა გაესვას ხაზი, რამდენად ვამაგრებთ სოფლებში ხალხს, იმიტომ რომ დაცლილი სოფლები არის ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოს. ის კი არ არის მარტო ტრაგედია, რომ ვერ მრავლდებით ერი და ზოგადად მთელი საქართველოს მოქალაქეები ძალიან ცოტანი ვართ. არამედ იმიტომ, რომ სოფლები იცლება, რაც იყო ფუძე და ფუძე ქვეყნის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლები არ დაიცალოს. იცლება იმიტომ, რომ ეკონომიკურ სარგებელს ვერ ნახულობენ სოფლის მეურნეობაში. ესეც კი პრობლემაა. ხო, სხვა შორის ამასობაში RMD სულ ამბობს, რომ ის ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს ადგილობრივ მოსახლეს. ხო, მაგრამ ალბათ ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თქვა და არ რა დაიცალოს. თქმა უნდა არ არის, იმიტომ რომ ერთი არის, რომ შენ ასაქმებ რაში, გააჩნია მიწის სამუშაოებში, გადახსნით სამუშაოებში და ასე შემდეგ ყველა ცხოვრება დაასაქმებ ამაში და მეორეს მხრივ ამ რეგიონს გააჩნია თავისი კულტურა, თავისი კულტურული მემკვიდრეობა, გააჩნია თავისი ყოფა, რომელიც არ შეიძლება რომ მოიშალოს, ხო? როცა ადამიანს უჭირს, უნდა დაეხმარო, რომ ის დამაგრდეს მიწასთან და აწარმოოს პროდუქტი. ნინო, დაგიბრუნდებით, რაბილ, მე მახსოვს ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვიყავით ჩასულები, გადავიღეთ დასაწყისი იყო დარბაზის ხეობის, აი ამ ახალი დაწყებული იყო ეს ყველაფერი და უმძიმესი სანახავი იყო, მე მახსოვს ჩვენი რეაქციები მაშინ და ზუსტად გამწვენდი ნაგებობების გაკეთებაზე იყო საუბარი. ეხლა სხვათა შორის სრულიად შემთხვევით გაიგეთ, მე როგორც ვიცი ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომ დარბაზის ხეობაში უკვე უკანაგორის ტერიტორიაზე დაიწყო ახალი ესეთი მოსასინჯი მოძრაობა, თუ შეიძლება ასე ითქვას. მაინტერესებს კომპანია ამბობს, რომ ის არ თulis და მას ვალდებულება არ აქვს, რომ სანამ არ დაიწყებს მოპოვებას, მანამ თქვა ილაპარაკოს მოსახლეობასთან. თქვენ რა ნაბიჯები გადადგით, ვის მიმართეთ? ქონდათ თუ არა შეხვედრა კომპანიასთან და აი ეს ამბავი, რომ გავაგებინოთ ჩვენს მაყურებელს. ბეტონო მოგესალმებით. ჩვენ 2023 წელს ვიყავით სოფელ გეტაში, სადაც იგეგმებოდა ქუცაცავის მშენებლობა და მანდაც გეზეშის დოკუმენტის თანახმად უნდა გაშეხილიყო 90-95 ჰექტარი ტყე. თუმცა ის პროექტი გაუქმდა და ძალიან კარგია რომ გაუქმდა. ეხლა წელს რაც ხდებოდა ჩემს ხეობაში, ჩემს სოფელში, სადაც მე დავიბადე, სოფელი დარბაზი, 18 აპრილს ჩავედი მაშინ პირველად და ვნახე რომ მუშაობს ტექნიკა და 2 დღის წინ ვითხრეს რომ რაღაც მუშაობს, სურათი გადამიღეს. მოკლედ, ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ წინა გამოცდილება, რაც 2022 წლიდან სოფელ მუშაობაში დავიწყეთ, მახსოვს რომ ეს კომპანია ჩადიოდა სოფელში, მუშაობდა, ელაპარაკებდა მოსახლეობას და უცებ დავინახეთ ამ ხელა ტექნიკა, ამდენი მუშაობა მიდის თან 24 საათიან რეჟიმში. რა თქმა უნდა, იყო ძალიან ისეთი მკივნეული ხალხისთვისაც, ჩემთვისაც პირადად, რომ არ აღიარებენ საერთოდ ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე აღსანიშნავია, რომ ის ადგილი, ლოკაცია, სადაც მიდიოდა სამუშაო, ძალიან ახლოს არის მოსახლეობასთან. კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა განცხადება, რომ ეს არის 2 კილომეტრში და რა პარამეტრის დაითვალეს ეს 2 კილომეტრი, მე ვერ ხვდები, იმიტომ რომ თვალით რო ხედავ მთას შენს წინ, ეს არ არის 2 კილომეტრი, ეს არის 400-500 მეტრი სავარაუდოდ და არც მეტი რა. ნუ ჩვენ დავიწყეთ, ასე ვთქვათ, გარკვევა იმისა თუ რა ხდება. ადგილზე ავედით მათ შორის და გითხრათ რომ მიდის ბურღვითი სამუშაოები და მძიმე ტექნიკა მუშაობს. ერთ ლოკაციაზე მიდიდა ბურღვითი სამუშაოები, დანარჩენ 4 ლოკაციაზე ემზადებოდა სამზადისი პროცესი იყო, რომ დაწყებულიყო ის ბურღვითი სამუშაოები. ასევე გზა იყო გაყვანილი მაგ ლოკაციამდე რა. ეს არ არის უბრალოდ კვლევა. ეს არის უფრო სამზადისი პროცესი, რომ გამოიკვლინენ სად რამდენის, რა მოცულობის, რა ტიპის წიაღისეულია.
სამუშაოები ხომ ძებნაძიების სამუშაოების წინ მაინც ხომ უნდა მათთვის შეიძლება არც ისე საინტერესო მოსახლეობას მიმართონ, თუმცა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე. ჩვენ მივედით ასევე სოფლის ოფიციალურ პირებს, ასე ვთქვათ, ვინც არის რწმუნებული სოფლის დეპუტატი და ვკითხეთ რა ხდება სოფელში. ისინიც კი არ იცოდნენ. ან ჩვენ არ გვეუბნებოდნენ, სავარაუდოდ იცოდნენ და ჩვენ არ გვეუბნებოდნენ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თვითორგანიზებით და მოქალაქეებმა ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი. არადაირ ნებართვა და ლიცენზია მართალია გითხრათ არც ისე გვაინტერესებოდა. არც დავიწყეთ მაგის ძებნა, რომ რამოდენიმე თვე დავკარგოთ იმაში, რომელ სამინისტროში რა საბუთი დევს ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ ტყის დეპარტამენტში დავურეკეთ მონიტორინგზე, რომ აქ მიდის ტყის გაჩეხვა, გითხრათ, რომ მაგათ აქვთ ლიცენზია და მაშინ შევიტანეთ უკვე განცხადება რა ტიპის ლიცენზია აქვს, მაგრამ სამეურე პროცესში, სადაც მოსახლეობასთან მუშაობდით და მოსახლეობას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, მიხვდეთ იმის, რომ 15 წლის წინ არის გაცემული ეს ლიცენზია, პირველადი ლიცენზია არის გაცემული 2011 წელს. ძებნაძიებაზე. დიახ, გასული 15 წელი და სოფელში არავინ არ იცოდა ამ საკითხზე, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა და ჩვენ საინტერესო ვადები არსებობს, რომ თქვა ძებნაძიების პროცესს. კი, ვადები არსებობს ანუ ეს ვადები დადგენილია და ჩვენ მეგობრები ექსპერტებმა დაგვეხმარეს იმაში, რომ მოუძებნოთ ახალი დოკუმენტი, სადაც განახლების ხელმოწერა იყო და გაახანგრძლივეს ეს ლიცენზია და ნებართვა. ჩვენი სოფლის ასე ვთქვათ კრება, ჩავატარეთ ხეობის კრება, სადაც 6 სოფლის მოქალაქეები იყვნენ და შევთავაზეთ ამ საკითხის გადაწყვეტა და ასე ვთქვათ ამგვარად, რომ საერთოდ უნდა გაუქმდეს, იმიტომ რომ ის წარმოადგენს დიდ საფრთხეს ჩვენთვის. ჩვენი ხეობის შუაში, სოფლის შუაში, როდესაც არის მთა, სადაც მუშაობს ის ბურგვითი პროცესი იყო, ჩვენ მაშინ რომ მივხვდით, რომ ამ ადგილას გინ ღია კარიერი იყოს, გინ დახურული კარიერი, ძალიან დიდი საფრთხე მოიტანს, იმიტომ რომ ის ქვემოთ არის მდინარე, იქვე არის სახლები, იმ თაზეც კი არის სახლები ქვედა ნაწილში და ამავდროულად 2021 წელს იყო ჩატარებული კვლევა სოფელ ხახალა ჯვარამდე ჩემს ხეობაში პირველ 3 სოფლის ტერიტორიაზე მეწყერსაში ზონა ითვლება და სავარაუდოდ ჩემი სოფელიც ანუ ბოლო სოფელიც ითვლება უბრალოდ იქ არ არის ჩატარებული კვლევა და რასაც ხედავ რომ შენს მხარეს არის მეწყერსაში ზონა ითვლება მან ღია იქნება თუ დახურული კარიერი არანაირი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ დახურული კარიერიც კი დიდ საფრთხეს წარმოადგენს შეიძლება დღეს არაფერი არ მოხდეს მაგრამ 5 წლის მერე 8 წლის მერე შეიძლება იმ დონის მეწყერი მოხდეს იმ ლოკაციაზე რომ საერთოდ დემოგრაფიული ასე ვთქვათ კატასტროფა იყოს და შეიცვალოს მთლიანი მდგომარეობა მახეობაში. ჩვენ ცუდი გამოცდილება გვაქვს მადნისა და სხვადასხვა წიაღისეულის მოპოვების სამწუხაროდ, იმიტომ რომ ადამიანების აზრი ფაქტიურად არ არის ხოლმე გათვალისწინებული და მოსახლეობასთან კომუნიკაციაც არ არის იმ ფორმის და იმ ვთქვათ იმ წესით ჩატარებული, რომელიც სასურველი იქნებოდა რომ ყოფილიყო. რაბილ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის საძოვრების საკითხს, იმიტომ რომ ეს არის ფაქტიურად ის აი მესაქონლეობა, ანუ ის და საქმეების ის სფერო, რომელიც არის თქვენთვის პრიორიტეტული. ასეთ შემთხვევაში არიან თუ არა, არის თუ არა მოსახლეობა ამბის გამო გაერთიანებული და მე ესეთი სიტყვაც კი გავიგე რომ მოგვარებულია მოსახლეობასთან. აი, რას ნიშნავს ეს მოგვარებულია და ზოგადად რო დავიწყოთ იმით ის საძოვარი რას ნიშნავს ადგილობრივი მოსახლესთვის და რითი შეიძლება ჩანაცვლოს. ახლა თქვენთვის გაცილებით უფრო სასურველი იქნებოდა რომ დამოუკიდებელი შემოსავალი გქონდეთ, რომელსაც განკარგავთ ისე როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. ხოლო ხელფასი რომელსაც თქვათ ადგილობრივ დასაქმებულს მისცემს RMG ეს ყოველთვის იქნება რაღაცა გარკვეულ ჩარჩოში მოქცეული კონკრეტული თანხა, მაგრამ კერძო საქმიანობა და ბერკეტიც მათ შორის ეკონომიკური ზემოქმედების და როდესაც თქვენ შეგიძლიათ სხვა ბევრი რაღაც გააკეთოთ, იგივე თქვენი ვთქვათ იმ არეალში სადაც ცხოვრობთ, მეურნეობით და მესაქონლეობით, აი ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ რომ ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს? ან რა იქნება თქვენთვის მისაღები პირობა? შეუძლებელია რომ დღეს ვინმე რომელიმე კომპანია ან სახელმწიფოს წარმომადგენელი რომელიმე პოლიტიკური ფიგურა ჩავიდეს ჩვენს ხეობაში და მოუგვაროს ასე ვთქვათ მესაქონლეობთან, ფერმერებთან ეს ყველაფერი შეუძლებელი ამბავი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის არის, დიდი ასე ვთქვათ ჯგუფია, სოციალური ფენა, რომელიც ამ ყველაფერით არის დაკავებული. ის ადამიანები ქმნიან პროდუქტს უპირველეს ყოვლისა, რომელზეც დღეს საქართველოს პარლამენტში არის შექმნილი კომისია, რომელიც ვერაფერს ვერ აკეთებს, თუმცა ის ხალხი ყოველდღიური მუშაობით რაღაცას აკეთებს. ქმნის მაგ პროდუქტს, რომელიც გამოდის ბაზარზე და ხალხი ყიდულობს მაგას. ეს იქნება რძის პროდუქტები, ხორცის პროდუქტები და ასე შემდეგ. ჩემს ხეობაში ძალიან ბევრი ადამიანი, მხოლოდ ჩემს სოფელში, როგორც ვიცი, დაახლოებით 200 ფერმერია.
მხოლოდ ერთ სოფელში და დამატებით იმ 5 სოფლიდან რო ვუკრებთ, ალბათ იქნება 600-700 და მაგათ რამ ხელაფერი მაქვს, ეს უკვე ცალკე სტატისტიკის ამბავია და საკმაოდ დიდი რესურსი გამოდის. არა მხოლოდ ჩვენი ხეობის, არამედ ასე ვთქვათ, ბოლნისის ბევრი სოფლიდან ჩამოდიან და ყიდულობენ რძეს, რომელიც მე ყველს აკეთებენ სხვა სოფლებში. იმიტომ რომ თქვენი ხეობა უფრო სუფთაა, ვიდრე დანარჩენი თელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში და მაღალმთიანი ადგილია და საკმაოდ როგორ გითხრათ, უფრო სასარგებლოა ცხოველისთვის და უფრო კარგია და არ ჭირდება ხელოვნურად კვების მოგვარება. იმიტომ რომ ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც აბსოლუტურად აუწონარია, ის რაც მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს. ვერანაირი პარამეტრი მაგას ვერ დათვლის. ანუ ვერანაირი მადნის მოპოვებაც კი შეიძლება ვერ იყოს ამის საპირწონე, იმიტომ რომ გააჩნია რამდენია მარაგები. ეხლა მე უბრალოდ მარტივად ვიტყოდი, რა პროცედურა უნდა გაიაროს ადამიანმა, როცა უნდა ლიცენზიის მოპოვება და ან უნდა ვთქვათ რაღაცა მარაგის მიღება. დავიწყოთ იქიდან, რომ წიაღისეული არის სახელმწიფო საკუთრება პირველ რიგში და ლიცენზია სანამ გაიცემა, აუცილებლად თანხმდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ეს ესე არ არის, რომ საერთოდ არავინ არაფერი არ იცის. ეს ესე არ ხდება. ანუ ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის არის საქმის გულში თუ გაიცემა, იმიტომ რომ ამაზე იყო ძალიან დიდი კამათი, უნდა შეთანხმდეს თუ არ უნდა შეთანხმდეს ლიცენზიები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, როგორც წესი ეს თანხმდება. მართალია კანონით ეს ბოლომდე არ არის პროცედურა განსაზღვრული, მაგრამ ვიცი რომ თანხმდება ყველანაირი ტიპის წიაღისეულის მოპოვებასთან მიმართებაში. ეს ზოგადი ჩარჩო. მერე მოდის ლიცენზიის სახეობა, რომელიც არის ძებნაძიების. ანუ ვეძებთ რამდენია მარაგი, არის კი საერთოდ წიაღისეული შიგნით თუ არ არის წიაღისეული. შემდეგ ძებნაძიების მერე კომპანიამ უნდა წარადგინოს ანგარიში და უნდა დამტკიცდეს მარაგების კომისიაში. მარაგების კომისიის ოქმია სანახავი, რამდენი დაუმტკიცდა მარაგი იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე და არის თუ არა შესაბამისობაში ტერიტორია, რომელიც გამოყოფილი იყო ლიცენზიაზე, ძებნაძიებაზე იმ მოპოვებასთან მიმართებაში და რამდენი შეიძლება რომ კონდეს, ანუ კიდევ უნდა ჩააბაროს ცალკე მონაკვეთები, რომელზეც ვერ იპოვა მადანი. და ეს ნამდვილად ესე არის, უბრალოდ უნდა ყველა დოკუმენტს უნდა მივსდეთ, ჩვენი ორგანიზაცია ახლა მაგას დავწევთ, ახლა მაგ დოკუმენტები გვინდა ბოლომდე რომ ნახოთ. ანუ შანსი რომ არ მოგაწოდონ ეს დოკუმენტები არ არსებობს, ნინო თქვენ ესე შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს არის ღია დოკუმენტები და ეს უნდა იყოს ღია. ეს ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ გვიცავს არა მარტო ჩვენი კანონმდებლობა ამ ნაწილში, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობაც. შემდეგ მოდის უკვე რომ ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს პროექტი მოპოვებასთან დაკავშირებით, უნდა დაერთოს ნება მოპოვებასთან მიმართებაში, პროექტი უნდა არსებობდეს, კეთდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ანგარიში უკვე ექვემდებარება საზოგადოებრივ განხილვებს. და ესე არ არის რომ მარტივად რომ მოსახლეობამ ეს არ იცოდეს, უნდა იცოდეს. შემდეგ ამის შემდეგ ხდება დამტკიცება, რომ შეუძლია უკვე ძებნაძიების გარდა მოპოვებაზე გადავიდეთ, თუ შესაბამისი მარაგია, რა თქმა უნდა და აქაც უნდა არსებობდეს გეგმა. გეგმის გარეშე ამის გაკეთება არის შეუძლებელი. რამდენადაც მე ვხვდები, ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ჩვენმა მოსახლეობამ დეტალურად არ იცის ეს პროცედურები, ძალიან ბევრ შემთხვევაში ზოგიერთი მეწარმე კადრულობს იმას, რომ არ აცნობს ადამიანს რა უნდა იყოს გაკეთებული, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ შეიძლება რაღაცა პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. შემდეგ გაიცემა, როგორც გარემოს დაცვით ნება გადაწყვეტილება იქნება მიღებული სპეცსარგებლობის ლიცენზია, ხეთხის მოპოვებაზე, აწონვა ხდება თვითონ გარემოს ზემოქმედების რამდენად ღირს საერთოდ ამ საბადოს დამუშავება და ასე შემდეგ. მე ვლაპარაკობ ახლა ზედაპირულად აი ამ პროცედურაზე, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, მაგრამ კიდე ერთი პრობლემა გვაქვს ამ სიტუაციაში. წესით და რიგით ეს ყველაფერი კანონით უნდა იყოს გაწერილი, სამწუხაროდ დღემდე
ჩვენ სარგებლობთ ერთადერთი დადგენილებით მთავრობის 136, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო მიღებული, დროებით იყო მიღებული, იმიტომ რომ ახალი კანონი უნდა შემუშავებული იყო წიაღის შესახებ და დღემდე მუშაობთ დროებითი კანონით 2006-დან მოყოლებული. ხო წარმოგიდგენიათ, ანუ იმის მაგივრად, რომ ჩვენ კანონმდებლობით გქონდეს ყველაფერი გამყარებული, ის არის თან ძებნაძიების მერე გადასვლა მოპოვებასთან მიმართებაში წინ უსწრებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი, იმიტომ რომ ეს ტერიტორიები ისტორიულად ძალიან დატვირთულია. ამიტომ ჯერ ეს დასკვნები უნდა იყოს დადებული. შეიძლება საერთოდ ხელება თუ არ შეიძლება ხლება. ანუ კიდე კულტურის სამინისტროს უნდა იყოს ჩართული ბოლომდე და მას უნდა კონდეს გაცემული შესაბამისი დასკვნები. ანუ მთელი პროცედურებია გასავლელი, სანამ იწყებ ბულდოზერების მიყენებას და იწყებ ამოღებას. კიდე რა ჩვენ მაინტერესებს? უბრალოდ ვეუბნებით ახლა ამ ეტაპზე ვთავაზობთ მაგ კომპანიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ ჯობი არ დახარჯონ ეგ რესურსი და არც დაქოქონ ეგ ბულდოზერები და არც მოვიდნენ. ხო, გასაგებია, მაგრამ მე კიდე ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენ რა თქმა უნდა ჯერ ერთი შეხვედრა უნდა ჩატარდეს, შეხვედრა მანამდეც უნდა ჩატარებულიყო და წეხან ქალბატონმა ნინომ წამოჭრა ეს საკითხი და მე ვიტყოდი რომ ეს არის ყველაზე სერიოზული თემა, რასაც ქვია საძოვრების თემა, ეხლა მუშავდება კანონი საძოვრების შესახებ, იმიტომ რომ თუ ეს კანონი არ დამუშავდა ბოლომდე და თუ არ გაირკვა როგორ ვაკეთებთ საძოვრებს და რას ვაკეთებთ, ანუ რა დონეზე არის ადგილობრივი ხელისუფლება ჩართული, რა დროზე ცენტრალური, იმიტომ რომ ვამბობთ რომ გადასარეკებელი კები უნდა იყოს ღია, ანუ ჩვენ მარტო ერთ კონკრეტულ სოფლებზე არა გვაქვს ლაპარაკი, ზოგადად ის უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების ქვეშ, შერეულ სისტემას ვთავაზობთ და უფრო საინტერესო იქნება, რომ თითეული საძოვარი ხელუხლებელი უნდა იყოს, საერთო სარგებლობისთვის უნდა იყოს, ხალხისთვის უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი. და იმის ძახილი რომ ჩვენ პროდუქციას ვერ ვაწარმოებთ და თურმე ამისთვის გვჭირდება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემოტანა რომ ვაჭამოთ საქონელს, ეს აბსოლუტურად დაღუპვა იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის, თუ ამას დაუშვებთ, იმიტომ რომ არა მხოლოდ სოფლის მეურნეობისთვის, ხო, რეალურად პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვართ და ვარსებობთ იმით, რომ ვართ გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან თავისუფალ ზონად და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალს უკარგავთ საქართველოს, თუ ეს მოხსენით. იმიტომ რომ ეს უკვე სერიოზულად გვიტყამს, რომ სად უნდა გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია. არავის არ ჭირდება ესეთი პროდუქცია, თან ჩვენ დიდი ტერიტორიები არ აგვაქვს და ჩვენი ღირებულება არის სუფთა პროდუქტი. ნინო, აუცილებლად მინდა ერთი ძალიან ცუდ პრობლემას შევეხებ, უფრო რთულია. არის, აი მაგალითად ადამიანები არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდნენ არანაირ შემოთავაზებას. ასეთ შემთხვევაში როგორ იქცევა სახელმწიფო? წესით და რიგით პრევალირებს საზოგადოების აზრი ამ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ უპირობოდ მოსახლეობის განმარტება როგორ უნდა იყოს, ან და უნდა მიიღოს მოსახლეობამ ისეთი ბენეფიტი, ანუ ისეთი სარგებელი, რომ მისთვის ეს ღირდეს რამეთ, მაგრამ აქაც აწონდა-აწონვა მიდის ყოველ შემთხვევაში, ანუ სერიოზული კვლევები უნდა იყოს სოციალური და მე ვამბობ, რომ ნებისმიერი სოციალური კვლევა წინ უნდა უსწრებდეს რამეს დამუშავებას, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ისეთ სიტუაციას, რაც მივიღეთ ჭიათურაში, როცა თითქმის ადგილი აღარ დარჩა ხალხს, უნდა მოიყვანოს სოფლის მეურნეობის პროდუქტი, ყველგან დავთხარეთ ყველაფერი და ამოღებულია ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა ამოეღოთ. და საბოლოო ჯამში უვარგისი დავტოვეთ რაღაცები, ანუ მართლა სერიოზული პრობლემა, მართლა ეკოლოგიური კატასტროფამდე მივდივართ და არ შეიძლება ამის დაშვება, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ცოტა გვაქვს ტერიტორია საქართველოს. თან წიაღისეულის მტაცებლური მოპოვება ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მომენტი. ეს არის უარყოფა მდგრადი განვითარების პრინციპებისა, მდგრადი განვითარების მიზნებისა, რომელზეც საქართველოს მიერთებულია და ვალდებულებები აქვს აღებული, კაეროსი. და მიდგომების შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებლური მიმართულება გარემოს დაცვითი და რატომ არის ეს კარგი? ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მე-20 საუკუნეში, როცა ამაზე ვლაპარაკობდით, ჩვენ მაგალითები არ გვქონდა.
დღეს გვაქვს წარმატებული მაგალითები ქვეყნების, რომლებიც მდგრადი განვითარების პრინციპებს გაყვენ და რომელმაც დაამკვიდრეს ესეთი სხვა ტიპის რაციონალური მოხმარება ბუნებრივი რესურსისა. ის კი არა რომ არაფერი არ გავაკეთოთ, პირიქით გავაკეთოთ, ოღონდ ისე გავაკეთოთ, რომ კომპენსირების საშუალება იყოს, რეკულტივაციები გავაკეთოთ. დღეს ჩვენ საქართველოში რას ვიღებთ? დამუშავებულ ადგილებს, გაუბედურებულ ზოგ ბევრ სოფლებში არის გაუბედურებული. ხან ერთ რაღაცას იპოვებენ, ხან მეორეს. არავინ აღარ ფიქრობს რეკულტივაციაზე. კი, ეს საკუთარი თვალით მაქვს არაერთხელ თუნდაც და ეს არის პრობლემა. მე ვიწყებთ, რატომ მოდის მეწყერი, რატომ მოდის ღვარცოფი, რატო არის პრობლემები უკვე კლიმატიდან გამომდინარე და რატო არ არის დაცული ჩვენი მოსახლეობა. იმიტომ რომ დავარღვიეთ რაღაცა. რაბი, აუცილებლად უნდა დავსვა ეს შეკითხვა, როდესაც საყდისი აფეთქეს. მაშინ ოქროს მოპოვების შემდეგ რეწვის პროცესში მთელი ეს ნარეცხი და არა ქიმიურად ძალიან დაბინძურებული წყალი ჩადიოდა მთლიანად ნიადაგში. ეხლა საზოგადოების თემასაც მინდა გაუსვა ხაზი, იმიტომ რომ მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, მოსახლეობისთვის, ადგილობრივისთვის. მაგრამ არის ასეთი ძალიან მარტივი ამბავი, მაშინ იყო ძალიან დიდი პროტესტი, ძალიან დიდი აღშფოთებაც ამასთან დაკავშირებით და მე მახსოვს, ექიმიც კი იყო ჩამოსული გადაცემაში, რომელიც ამბობდა, რომ ის რაც ეხლა ხდება ნიადაგში, რაც იღვრება, ეს აისახება აუცილებლად საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას. იმიტომ რომ ის პროდუქტი, რაც მოდის იმ ტერიტორიაზე, ეს პროდუქტი მიეწოდება სრულიად საქართველოს და არა მხოლოდ სრულიად საქართველოს, სხვათა შორის იმ ქვეყანასაც, რომლის წარმომადგენლებიც დღეს მოიპოვებენ ოქროს ამ ტერიტორიაზე. რამდენად აქვს ეს გაცნობიერებული, თქვათ, მოსახლეობას, ადგილობრივ მოსახლეობას და რამდენად შეიძლება რომ ეს იყოს ერთ-ერთი სტიმულის მომცემი იმისთვის და აქტიური, თქვათ, გააქტიურებისთვის საზოგადოების, რომელიც იქ ცხოვრობს და იქ შრომობს. ზუსტად ჩემი სოფელი არის საყდრისის უკანა მხარე და ძალიან კარგად გრძნობს მაგ ყველაფერს თავის კანზე, ყავზე, ასე ვთქვათ. მოსავლიანობა ბოლო 10 წლის განმავლობაში მინიმუმ 10-ჯერ არის გაუარესებული და ვეღარ იღებენ იმ დონის მოსავლიანობას მხოლოდ ჩემს სოფელში, რომელსაც ისეთ სოფლის მეურნეობა არ იყო განვითარებული, თავარი იყო მესაქონლეობა. და ქვედა სოფლებში ცენტრალურ გზასთან ახლოს, რომლებიც არიან, იქ ხალხი გრძნობს თავის, ანუ ჯანმრთელობაზე უბრალოდ რა. თუ 10 წლის წინ მაგალითად ონკოლოგიური დაავადებულთა რაოდენობა იყო თითო სოფელში 10-15 კაცი და არავინ არ იცოდა რანაირად როგორ, დღეს უკვე არის 50-60 და თითქმის ყოველი მესამე ადამიანი ასოკოვანიც რო კვდება, იციან რომ რაღაც ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. ბევრს აქვს ეგ პრობლემა, ხალხს აქვს არა მხოლოდ ონკოლოგია, ამეთ მაგის წინაპირობას, ასე ვთქვათ, მაღალი წნევები, კიდევ არის სამოდენიმე ასე ვთქვათ დაავადება წინაზე გავიგე და ეგ ყველაფერი აქვს თითქმის მაგ ხალხს და ისინი კარგად გრძნობენ და კარგად ესმის ეგ ყველაფერი თუ 10 წლის წინ ბოლნისში, ანდემანიში ბევრი არ იცოდა რა მოხდება, დღეს უკვე კარგად იციან. იმიტომ რომ ბევრი გამოცდილება შეიძლება, ბევრი პროტესტი იყო წლების განმავლობაში და იციან თუ რამდენად განადგურდება. არა მხოლოდ სოფლის მეურნეობა, ამოვიტყოდი რომ მესაქონლეობაც, ანუ საძოვრები, ადრე თუ მაგალითად ჩემი ხოვრის ფერმერები მიდიოდნენ დღეში 6-7 კილომეტრს გადიოდნენ, დღეს მაქსიმუმს გადიან, იმიტომ რომ მანდ არის საყდრისი და იქ ვეღარ გადალახევენ. ან გაუჭირდებათ ის მთების რაოდენობა, საძოვრების რაოდენობა, მიწის რაოდენობა ძალიან შემცირებულია და დღესაც კი უჭირთ. აუცილებლად იქ არიან, მუშაობენ, ქონიან მაგ პროდუქტს, აგრძელებენ მუშაობას და დღეს ის ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც მათ წინაშე დგას, ესეც რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, სავარაუდოდ როგორც მინიმუმ ქვემო ქართლში ძალიან სწრაფად ფასებიც გაიზრდება, პროდუქტის გაუარესდება და წარმოიდგინეთ 6 სოფლიდან რომ დაიწყოს დაცლას. სრული მიგრაცია. დღესდღეობით, როდესაც ჩვენი სოფლიდან ხალხი მიდის ემიგრაციაში, ევროპაში ან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ, ის იმ ხალხის დიდი გეგმა რა არის? მიიღოს შემოსავალი, სოფელში კარგი სახლი და კონდეს მე შექმნეს თავისი ფერმა, თავისი მეურნეობა და იქ იცხოვროს, იმიტომ რომ ხალხი მაინც დაკავშირებულია თავის ემოციური, ისტორიული ბექგრაუნდით, თავის სოფელთან და უნდათ ჩამოსვლა, ხო? ყოველ წელს მაგალითად ზაფხულში ჩვენს ხეობაში მინიმუმ მოსახლეობა არის 8000-9000 ადამიანი.
იმიტომ რომ ზაფხულში ყველა ჩამოდის და სამთვეს ატარებს სოფელში, თავის მამისეულში, დედისეულში და იქ აგრძელებს ცხოვრებას და ამბობს, რომ მეც აქ მინდა ავაშენო, მიწები იყიდება, ხალხი ყიდულობს მიწებს, რომ აშენოს სახლი. ბევრს აქვს ფერმერული მეურნეობა. რაღაცა აქ და ეგ ყველაფერი რომ დაიკარგოს, წამიდგენ რამხელა ტრაგედია იქნება, რამდენი პიროვნული და კოლექტიური უბედურების ისტორია დაიწერება საქართველოში. მივხვდით რომ ამდენი პრობლემისთაც არსებობს, ხო? ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურად მიგდის მაგას საუბრები, რამდენი სოფელი დაიცალა და წარმოიდგინეთ რამ მასშტაბზე გავა ამის შემდეგ. არემჯი როცა ჩვენ მიღებული წინაზე ბატონმა გელამი საუბრა კარგად, რამდენი შემოსავალი მოდის თვითმმართველობის ბიუჯეტში, დაახლოებით 10 მილიონია, ხო? 10 მილიონი, ანუ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაახლოებით 50% თუ რაღაცა მიდის ხელფასებში. ანუ ის 10 მილიონიც რომელიც შედის მაგ ბიუჯეტში მიდის ვიღაცის ხელფასებში და ის ხალხი რას აკეთებს ამ საკითხზე არ ფიქრობს საერთოდ ბოლნისის მომავალზე არ ფიქრობს რომელიც ძალიან უნიკალური ადგილია ხო თავის ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე სოფლებიდან გამომდინარე უძველესი ეკლესია იყოს ციხესიმაგრეები იყოს გერმანული ისტორია რაც იმ ქალაქში დევს და იმ მულტიეთნიკური კულტურული სივრცე ბოლნისი ძალიან მაგარი პროდუქტია ხო სწრაფი მდგრადი განვითარების ტურიზმისთვის ძალიან საინტერესოა. ტურიზმი და სოფლის მეურნეობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებაც ძალიან ეფექტურია ბოლნისის ტერიტორიაზე. თან კულტურა გააჩნიათ ბოლნისში. ამ სამი მიმართულების განვითარება ბოლნის მოუტანს მინიმუმ 10 ჯერ უფრო მეც ვიდრე ახლა არემჯი აძლევს მაგ ბიუჯეტს. სხვა შორის არემჯი დამოუკიდებელი და მდგრადი ფული, რომელზეც სწორად იყენებს შენს გარემოს, შენს ბუნებას და იღებს სარგებელს. ხო, როცა არემჯი ჩვენ მოგვიძღვნა წერილი, სხვა შორის იქ ეწერა, რომ მათ ჩამოყავთ იქ სპეციალურად ექიმები, რომ ადამიანები მუდმივად მოწვდებიან, რომ არანაირი გაუარესება ჯანმრთელობის მდგომარეობის არ შეინიშნება. მე მოსახლეობის უფრო მჯერა ვიდრე არემჯის ნებისმიერ სიტყვაში და ჩემს თვალებს, რასაც მე ვხედავ მაგ ხეობაში და ჩემს ხეობაში და სხვა სოფლებში. რეალურად გაუარესებული არის ცხოვრება, ანუ 100 ადამიანს რო კითხო 99 ეუბნება კი გაუარესებული და ბოლო ერთი ეუბნება რა ვქნა ფული მაინტერესებს, ხო? 100-დან ერთ საინტერესებს ფულს, მაგრამ 99 დაინტერესებს თავის სოფელი და სხვადასხვა საშუალებებია. ზუსტად უმრავლესობა საინტერესებს იცხოვს ჯანმრთელად, იყოს კარგად თავის სოფელში და მინიმუმ კონდეს მაგის უფლება თვითონ შექმნას რაღაც ეკონომიკური ბერკეთი, იყოს დამოუკიდებელი. ნებისმიერ კონტექსტში რო გავითვალისწინოთ, ერთი ფერმერის სამუშაო დღე მისი ჯანმრთელობისთვის, მისი ეკონომიკისთვის ბევრად უკეთესია ვიდრე მუშაობა კარიერზე. აბსოლუტურად გეთანხმებით. ნინო, აი რა არის ასეთი მიმზიდველი, რა ხდება იმ რეგიონში, ვთქვათ, აი ბოლნისი, დმანისი, დარბაზის ხეობა, რა რაოდენობას მოიცავს ეს ყველაფერი ისეც მადანისას, რომ ამდენად მიმზიდველი იყოს და ვთქვათ, შევწიროთ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ახლა ნახამ მაყურებელმა ის საოცარი გადაღებული მასალები, რასაც ალბათ ნამდვილად ვერ შეხედავ გულგრილად. ვერ გეტყვით, რამდენად არის ღირებული იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ჩვენ დავკარგოთ. ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე თავიდანვე ვთქვი და კიდე ერთხელ ვიმეორებ, ღია კარიერული წესით მოპოვება მადნის სერიოზული პრობლემა შექმნა და უკვე მე-20 საუკუნიდან მოყოლებული შექმნა პრობლემა ბოლნისისთვის და არა მარტო ბოლნისისთვის, იმიტომ რომ სულ მუდამ ისმოდა მადნეულში რაღაცა პრობლემები გვაქვს, ვერ წმინდავთ, ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ დაბინძურება სამწუხაროდ არის ყოველთვის მაღალი, ჩვენ კიდე ერთხელ ვიმეორებ, გვაქვს ისტორიული დაბინძურება, რომელიც პრობლემატურია ამ მუნიციპალიტეტისთვის და ზოგადად სამუშაოებია ჩასატარებელი, მაგრამ კიდე ერთხელ ვიტყოდი, როცა ახალ რაღაცას ვიწყებთ ან მოპოვებას, უნდა ღირდეს. აი ეს არის ალბათ პირველი კითხვა, ხო, ღირს კი ამდენად ეს ყველაფერი. ასეთი შედარებითი ანალიზები უნდა გაკეთდეს. ჩვენ ყოველთვის ვიძახოთ და დღესაც ვიძახი, რომ კანონმდებლობით უფრო მკაცრი უნდა გქონდეს გარემოს დაცვითი მოთხოვნები ვიდრე გვაქვს. იმიტომ კი არა რომ ეს გარემოს დამცველი ვარ და ვიძახი რომ უფრო მკაცრი უნდა გქონდეს. არა, იმიტომ რომ ჩვენი ბუნება ის სიმდიდრე, რომელსაც ჩვენ ვერასოდეს ვერ აღვადგენთ თუ ერთხელ დავკარგეთ. და უფრო მეტი ხარჯი ექნება სახელმწიფოს შემდგომში იმ კატასტროფებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვიწყებთ მოპოვებით და წიაღისეული არსად არ გაქრება, წიაღისეული ყოველთვის იქნება და შეიძლება ცოტა უფრო
მომავალში უფრო უკეთესი ტექნოლოგიები იყოს, რომ ესე აღარ დავაზიანოთ რეგიონს. სხვადასხვა სულ ამას ვფიქრობდით და ყველანი ვართ ევროპაში ნამყოფები, სხვადასხვა ქვეყნებში ნამყოფები. ძალიან ბევრი რამ გვინახავს, მათ შორის სოფლები, სადაც რაღაცას მოიპოვებენ, რაღაცას გადაამუშავებენ. კი, ესეთი შემთხვევებიც მახსოვს, მაგრამ მე ასეთი დაზიანებული ბუნება უბრალოდ არსად არ მახსენდება. აი, რატო ვერ ხერხდება იმ პრაქტიკების თქვა აქ გათვალისწინება და გამოყენება ისე, რომ არ მივაყენოთ ამ ხელაზიანი ბუნებას და ადამიანებს პირობებს. თუ ჩვენ ძველი საუკუნით ვიმუშავებთ, მაშინ მივაყენებთ ზიანს და თუ ჩვენ 21 საუკუნეში ვართ და 21 საუკუნის წარმომადგენელი, მაშინ უნდა ვიმუშაოთ იმ ტექნოლოგიებით, რა ტექნოლოგიები არსებობს თითქმის ყველა ქვეყანაში უკვე სერიოზულად დახვეწილი, რომ ზიანი იყოს რაც შეიძლება ნაკლები. ეს არის უკვე ძალიან სერიოზული და ეს მოითხოვს ინჟინერულ და გამოცდილებას, ცოდნას, სამთო საქმეს, სწორ სამთო საქმეს და ეს გამოიარა აი ესეთი პერიოდი გამოიარა მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპამ და ჩვენ ახლა გავდივართ ასეთი ნგრევებით და მე ინანეს რომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს დამუშავება აგრეთვე გრძელდება, წიაღისეულის მოპოვება ევროპაშიც გრძელდება, ბევრ ქვეყანაში გრძელდება, ოღონდ არა ესე მტაცებლურად. ანუ ცდილობენ მაქსიმალურად არ დააზიანონ გარემო, მაქსიმალურად, ანუ ყველა ტიპის ახალი ტექნოლოგიები არის გამოყენებული. მეც მინდა, რომ ჩემ საქართველოში იყოს ახალი ტექნოლოგიები დანერგილი და არა მე-19 საუკუნის ტექნოლოგია დამუშავების საბადო. მით უმეტეს იმ პროცესებში, რომელსაც ახლა ჩვენ გავდივართ. ეს არის მთელ დედამიწაზე და მთელი მსოფლიო ამაზე შეტავს. ანუ როცა ჩვენ პრობლემა გვაქვს კლიმატის ცვლილების და როცა ჩვენ არამდგრადი ქანები გვაქვს, იმიტომ რომ რეალურად მართლა ესე ოროგრაფია საქართველოსი არის რთულია და ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი არ გაივლის წელიწადი რამე ბუნებრივი კატასტროფა არ დაგვემართოს. ამიტომ ვამბობ, რომ აქ უფრო ფრთხილები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა არის მნიშვნელოვანი და ახალი ტექნოლოგიებით მუშაობა არის მნიშვნელოვანი და არა ისეთი მოპოვებებით, რომელიც იყო მე-19-ის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა აბსოლუტურად უდაბნოს ღებულობდით სინამდვილეში, სადაც იყო ძალკოტრი. ესეთი ადგილებიც გვინახავს საქართველოში და გაფუჭებული ადგილებიც გვინახავს, რომელიც არ ღირდა არაფრად. ამის დამუშავება ჯობდა გადაგვერჩინა ის ნაწილი, იმიტომ რომ ის უფრო მეტად ღირებული იყო და ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ესე ვთქვათ, ჩავთვალოთ როგორც გდებავთ. გარემოს დაცვითი, პოლიტიკური თუ სხვა, იმიტომ რომ ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, ხო? და უკან არ უნდა დავჩეთ და არ უნდა ვიტიროთ და რა ვიყავით და ეხლა მოდი ისე უკან ვერ დავბრუნდებით, წინ მიდის მსოფლიო და ცდილობს, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეები. რისთვის ვაკეთებთ ამას? საბოლოო ჯამში. ეს ხო საქართველოს მოქალაქეებისთვის კეთდება და რა ურჩევნია მოქალაქეს? იქნებ ჩვენ მოქალაქეს ვკითხოთ. ხო, აი ზუსტად ამით მინდა ეს ნაწილი გადაცემის დავასრულო. რა ურჩევნიათ მოქალაქეებს? იმიტომ რომ ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს პირველ რიგში ადამიანის ინტერესს, მოქალაქის ინტერესს. აი თქვენი საზოგადოება, რომელიც ახლა იქ ცხოვრობს, უსმენს ჩვენს გადაცემას, თვითონაც ხედავს ყოველდღე ისეთ რაღაცას, რაც შეიძლება მის თვალს არ სიამოვნებდეს და ინტუიციით გრძნობდეს, რომ ეს თლად ის არ არის, რაც უნდა ხდებოდეს და როგორც უნდა ხდებოდეს. რამდენად არის საზოგადოება ბრძოლისთვის მზად, დაცვისთვის, აი თავისი უფლებების პირველ რიგში და ბუნების უფლებებისაც მათ შორის, რომელიც ხშირად ჩვენი დამცველია ძალიან ბევრ რამეში. ნამდვილად ჩვენი ზოგადად მე მიმაჩნია, რომ ადამიანი არის ყველაზე დიდი რესურსი, რაც კი საქართველოს გააჩნია. არც ერთი წიაღისეული და ის რესურსი არ ღირს, რომ ის ადამიანი თავის მშობლიურ კუთხიდან წავიდეს და სადმე დაიკარგოს. როდესაც იმ ადამიანს აქვს თავის ადგილას, თავის სოფელში წარსული, ის დღეს მოქმედებს, რომ შექმნას მომავალიც, ხო? ის მომავალის შექმნის პროცესი არის უფრო ღირებული და ძვირფასი და რა თქმა უნდა, ადამიანს ღირსება, რომ ის იცხოვროს თავის მშობლიურ კუთხეში, თამამად ჯანსაღ გარემოში და შეძლოს დამოუკიდებლად შექმნას
თავისი ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებაც კი. დღესდღეობით ჩვენს ხეობაში ძალიან ბევრი ადამიანი გააქტიურებული ამ პროცესში. მე ძალიან ბევრ სოფელში ვმუშაობდი და არასდროს არ ვიმუშავე ჩემს ხეობაში ისე აქტიურად, როგორც ბოლო წლებში და ეხლა ვხედავ, რომ ეს ხალხი მზად არის, რომ დაიცვას თავისი და კარგად ისმით რა დიდი საფრთხის წინაშე არიან. არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ეხლა სოფელში არიან, არამედ ისინი, ვინც დღეს თბილისში სწავლობენ, ახალგაზრდები არიან, სტუდენტები არიან. მივხვდეთ, რომ ძალიან ცოტა სტუდენტი გამოდის ჩემი მხარიდან, ისინი დღეს ყველანი ჩართულები არიან, რომ დაიცვან ის სოფელი და თავისი ღირებულება, ასე ვთქვათ. და ბევრი ადამიანი, ვინც ემიგრაციაში წეგან რაც ვახსენე, ვინც თავის მომავალს უკავშირებს თავის სამშობლოს, ის წასული აქედან იმის გამო, რომ გაუარესებული ეკონომიკური და სოციალური ფონი, მაგრამ ის აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დაბრუნდეს თავის სოფელში, თავისით აკეთებს, თავისი შრომით, დღე და დღე შრომობს რომელიღაც ქვეყანაში, რომ შექმნას ის დოვლათი და ჩამოიტანოს თავის სოფელში, რომ იქ იცხოვროს და ის მისი შულები იცხოვრონ კარგად. ეს არის მთავარი. ძალიან დიდი მადლობა. მე ძალიან მიხარია, რომ შენ დღეს ჩვენთან გადაცემაში ამბობ, რომ სოფელი მზად არის იმისთვის, რომ დაიცვას თავისი ადგილი, დაიცვას თავისი თავიც მათ შორის და მომავალი. აი ახალგაზრდების, ბავშვების, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ მე გამახსენე ეს აუცილებლად უნდა უთხრა. დაახლოებით 2 კვირის წინ ვიყავი სოფელში და რაღაც გავხსენ ლეპტოპი, ვმუშაობ ერთ ადგილას და მოვიდა 5 პატარა ბავშვი, 12-13 წლის და ძალიან ისეთები ბიძა ძალიან გვაინტერესებს ისინი ხო აღარ მოვლენ ის ტექნიკა თუ მოვლენ მე მზად ვარ რომ დავიცვა ჩემი სოფელი წარმოგიდგენთ 12 წლის ბავშვი რომელიც მეუბნება რომ მე მზად ვარ დავიცვა ჩემი სოფელი და მე ყველაფერზე შემდეგზე რომ ჩამოვა მედია მე მითხარია და მე ვილაპარაკებ მაგას და ეგ არის უკვე შედეგი რა თქმა უნდა ბავშვი რომ ხედავს თავის მომავალს იმ სოფელში ეს არის უკვე წარმატება ხო მედიაც იმიტომ უნდა არსებობდეს რომ თავის თავს აქაც ხედავდეს და მაყურებელიც ხედავდეს მას ისე როგორც დღეს გიყურებთ თქვენ როგორც ნინოს ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის ჩვენ ამ თემას აუცილებლად მივყვებით იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თუნდაც კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, წიაღისეულის კუთხით, აი მარაჩვეულებრივი მეურნეობის და მესაქონლეობის და ადამიანების არ ვიცი საოცარი მხარეა მართლა და მე არ მინდა კიდევ ერთი ჭიათურა მივიღოთ და ჭიათურასაც უნდა უშველოთ. და ჭიათურასაც უნდა უშველოთ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთახმები ნინო, იმიტომ რომ ეს არის სრულიად გასაოცარი კუთხე, გასაოცარი ხალხი, ისინი იმსახურებენ კარგ მომავალს და კარგ ცხოვრებას. ჩვენ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით რეკლამის შემდეგ. ბრუნდებით ეთერში დღე არ გავა სოციალურ ქსელში დაკარგული გაუჩინარებული შინაური ცხოველის პატრონის ან მიმკედების სტატუსი რომ არ წავიკითხოთ. სადმე თვალი ხომ არ მოგიკრავთ. იქნებ იცით სად გადაიყვანა ჩვენი მიკედლებული ძაღლი მონიტორინგის სამსახურმა. ხშირია მუნიციპალური სამსახურის ღამის რეიდები ქუჩებში, ეზოებში და შინაური ცხოველების გადაყვანა ხან მუნიციპალურ თავშესაფარში ჩიპირებისთვის და მერე უკან დასაბრუნებლად, ხან გაურკვეველი მიმართულებით წასაყვანად. პრობლემა, რომელზეც დღეს ვილაპარაკებთ, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა შესანიშნავად გადაჭრეს. ჩვენთან კი მთელი საქართველოს მასშტაბით შინაური ცხოველები უმძიმეს მდგომარეობაში არიან. დღეს საქართველოში არსებობს კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელიც ვრცელდება საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე. თუმცა მუნიციპალიტეტების დონეზე რეგულირდება კანონს ქვემდებარე აქტებით. შინაურ ცხოველთა უფლებების დაცვა სწორედ ამ კანონში გაწერილი მუხლებით უნდა ხორციელდებოდეს, მაგრამ სურათი უცვლელია. ქუჩა სავსეა მიუსაფარი ცხოველებით და მათი მძიმე მდგომარეობა მხოლოდ ადამიანის ბრალია. სტუმრებს წარმოგიდგენთ და გადავალ საკითხებზე. სტუდიაში არიან ნანა ძირთბილაშვილი აქტივისტი და მარიკა ჭყიყვიშვილი ექიმი ვეტერინარი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. სხვა შორის ეს ის თემა, რომელიც მინდა გითხრათ, ყოფს ხოლმე საზოგადოებას ძალიან ისე ყარ ორ მხარე და ანუ არიან ადამიანები, რომლებიც ვერ გებულობენ, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანებზე ვთქვათ, რაღაც თავდასხმის შემთხვევაში, რატომ უნდა ვიყოთ ვთქვათ, მობიერები ასეთ დროს, ხო? ან პატრონის მიმართ, ან ძაღლის მიმართ, იმიტომ რომ ასეთი შემთხვევები ჩვენთან არის. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერი ის, რაც ცხოველების თავზე ხდება, არის პრინციპში ადამიანის გამო და ადამიანის გამო. არის. ალბათ, მოდით ეს თემა უფრო გავშალოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და ნანა, მე ხა დავიწყე ზუსტად იმითი გადაცემა, რომ ბოლო პერიოდში მუნიციპალური სამსახურის მიერ ძაღლების წაყვანაზე იმდენი ინფორმაცია Facebook-ზე ეს უბრალოდ ძალიან თვალნათელია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ასეთი სტატუსი.
რას უკავშირდება მაინც ეს და რატომ თქვათ არ აქვს კანონით გასაზღვრული უფლება რომ მუნიციპალურმა სამსახურმა თქვათ გადაიყვანოს ჩიპირებისთვის ან თქვათ ასაცრელად ძაღლი აი რას ნიშნავს უკანონო ქმედება ასეთ შემთხვევაში და რა ხდება კანონიერად ნინო, პირველ რიგში მადლობა რომ დაინტერესდით ამ თემით, როგორც ჩანს მართლა მოგხვდათ თვალში სოციალურ ქსელებში ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ყოველ დღე არ გავა, მე ვაგროვებ ამ თითოეულ кейსს, ასე ვთქვათ, მე და აქტივისტი სხვა ქალბატონი ირინა, რომელიც დაკავებულები ვართ ინფორმაციის შეგროვებით. დღე არ გავა, რომ რამდენიმე ადამიანმა მაინც არ მომწეროს, რომ გაუჩინარდა ძაღლი, ვეღარ ვპოულობთ და აი უცნაურად, მაგრამ ლოგიკურად ემთხვევა ხოლმე ტერიტორიები. მაგალითად, 4 დღის წინ ეთყობა მუხიანი გლდანულაში ჰქონდათ რეიდები, იმიტომ რომ ერთმანეთზე მიყოლებით დაიდო ინფორმაცია, გლდანში ეძებდნენ, გლდანულაში ეძებდნენ, მუხიანიდან დაკარგულ ძაღლებს ეძებდნენ. მუხიანში ის გოგონა, ვინც ეძებდა ამ ძაღლს, არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, რომელმაც დარეკა, ასე ვთქვათ, ცხელ ხაზზე, სადაც დარეკვა აზრს მოკლებულია, იმიტომ რომ ავტომატურ რეჟიმში პასუხობენ, რომ ასეთი ძაღლი ჩვენთან არ შემოსულა. შემდეგ ეს გოგო ადგა სამსახურიდან გაენთავისუფლა, წავიდა და 2 ძაღლიდან ერთი ნამდვილად თავშესაფარში მოიძია, რომელზედაც ამბობდნენ, რომ არ იყო უბრალოდ ამ თავშესაფარშიც დარეკა და ცხელხაზეც დარეკა. და ასე ვთქვათ, დახმარებით და ახლობლების ჩარებით მოიძია ეს ძაღლი. მეორე ძაღლს დღემდე ეძებს და არ გამოუჩენიათ, ლოგიკურია, რომ ორივე ძაღლი მათი წაყვანილია, ხო? ერთი გამოჩნდა და მეორეს უბრალოდ მანამდე ალბათ უკვე მოასწრეს და ევთანაზია გაუკეთეს. სამწუხაროდ დღევანდელი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეიცვალა მენეჯმენტი, გადაიქცა წლების წინ დებიუტს რო ვებრძოდით, იყო ასეთი შეპესე დებიუტი, რომელიც გვახსოვს ბევრი კადრი, როგორ ხოცავდნენ ძაღლებს. დღეს ვებრძვით აი ისეთ დაწესებულებას ცხოველთა მონიტორინგის სახით. დაუბრუნდით ისევ იმ ნიშნულს, საიდანაც დავიწყეთ ბრძოლა, რაც ძალიან სამწუხაროა. 2014 წლიდან, როდესაც პირველი კანონქვემდებარე აქტი საკრებულოს დადგენილება გამოიცა, მან განსაზღვრა მიკედლებული ძაღლის სტატუსი. ეს არის ძაღლი ქუჩაში, რომელსაც აქვს საყურე, არის ჩიპი, უბრალოდ არის აღრიცხული, გაკეთებული აქვს სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და ანუ ის არ არის საზოგადოებისთვის საშიში. ანუ ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, რომ მიკედლებული ძაღლი, რომელსაც აი ეს ყველაფერი გავლილი აქვს, არ არსებობს, რომ იყოს საფრთხის შემცველი. არა, იმიტომ რომ ზოგადად ეს ძაღლები აგრესიულ ძაღლებს არ წარმოადგენენ და მათ უკან ყოველთვის დგას ადამიანი, რომელიც მათზე რეგულარულად ზრუნავს. კი ბატონო. გადმოგვეცემოდა ასეთი მიკედლების მოწმობები, რომლის საფუძველზეც ჩვენ ამ ძაღლების ოფიციალური მიმკედლებლები ვხდებოდით და მათზე ვზრუნავდით. დღესდღეობით ეს სააგენტო განურჩევლად სტატუსისა მიკედლებულია ძაღლი, არ არის მიკედლებული, მათ შორის ამ რეიდებში და ამ გაქრობაში, რასაც სავარაუდოდ შემდეგ ლიკვიდაცია მოყვება, მოყოლილი არიან პატრონიანი ძაღლებიც. როგორც ჩანს, არის ესეთი დავალება, რომ არ დაბრუნდნენ ძაღლის გარეშე და ეს ეკიპაჟები ჩვეულებრივად, ესე იგი, აი ნადირობენ ღამე, განსაკუთრებით ღამის გამთენიის საათებში ძაღლებზე და მიყავთ ყველა, ვინც კი მოხვდებათ. მე თვითონ მაქვს კი არსებობს, მე თვითონ მყავს, აი ახლა კადრებს ხედავს მაყურებელი ეთერში, როგორ ჩაუსაფრთხდნენ ძაღლს, ჩუმად მოადუნეს, თუნდაც აი ამ შემთხვევაში გოგონა, რომელიც ამ ძაღლის მიმკედლებელია, ეს არის ნინუცა მეგულაშვილი, დაუკავშირდა თავშესაფარს, რა თქმა უნდა, ჯიუტად უარყოფდნენ, რომ ძაღლი ჩვენთან არ არის შემოყვანილიო. შემდეგ კამერების ჩანაწერი მოიპოვა, უკვე ფაქტებად რო დაუდო, მაშინღა უპასუხა სააგენტოს ხელმძღვანელმა, რომ ის რომ მოდუნდა ძაღლი არ ნიშნავს, რომ მანქანაში ჩასვეს, მაგრამ უკვე მერე რომ ვეღარ უარყო, თქვა, რომ როდესაც ფაქტებით ელაპარაკები და აჩვენებ უკვე დადასტურებულად შავით თეთრზე, რომ ნამდვილად წაყვანილია ცხოველი, მერე გეუბნებიან, რომ გაუშვეს. ეს გოგო ბოლომდე მიყვა ამ საქმეს და უთხრა, რომ ანუ ძაღლს ქონდა საჭდე დაკარგული და მითხარით, რა ნომრით, რა ნომრიანი საჭდე დაედო და ამ ინფორმაციას მოვიძიებთო. მაშინ
ლოგიკური კითხვა ჩდება, რა იციან დადასტურებულად რომ ეს ძაღლი გაუშვეს, თუ ჯერ ინფორმაციის მოძიების პროცესში არიან. ესე იგი, არ დაგვაუწყეს რომ ეს არის მერიას დაქვემდებარებული სიპი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. გარდა იმისა, რომ მიმკედლებლებს და დაინტერესებულ მხარეებს ამდენ ბერკეტს, ხელოვნურ ბერკეტს, რაღაც ბიუროკრატიის საფეხურებს გვიქმნიან, ინფორმაციას არ გვაძლევენ ტელეფონზე. ანუ აი გუშინ დავრეკეთ და ვიკითხეთ უზნაძის ქუჩიდან ძაღლი თუ იყო შემოყვანილი და ოპერატორი გვეუბნება ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. არც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქვეშ ჯდება. არ ვთხოვდით ხო ვიღაცის კონკრეტულ სახელს და გვარს ტელეფონს ან რაღაცა სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებს ვითხოვდით უბრალოდ უზნაძის ქუჩიდან შემოყვანილი თუ არა ძაღლი. ასაიდუმლოებენ მიკედლებულებს რომ გადაგზავნიან მიკედლების თაობაზე მეილზე რომ გაგზავნიან ინფორმაციას ეს იწელება არ ვიცი მე თვეობით ანუ ყველანაირად ბარიერს ქმნიან რომ მაქსიმალურად გააქრონ მიკედლების ინსტიტუტი და ამ სააგენტოს დირექტორი გვემუქრება ესე რომ 1 ივლისიდან აი ნახავთ საერთოდ აღარ გექნებათ უფლება სკვერებში და ანუ ასე კანონში რაც ჩანაწერი არის ასეთ ადგილებში ყავდეთ ძაღლი ხა ძალიან რთულია ძაღლი ქუჩაში რო ცხოვრობს გააკონტროლო ის სკოლის ეზოში შევა თუ საავადმყოფოს ეზოში ოდესაც ეს ეზოები ასე ვთქვათ დაცული არ არის ხო და цота აბსურდულია ერთ თუ შეიძლება ოპერატორს ვთხოვ რომ მოახლოვოს და აი ვანახებ ერთ კადრს რომელიც ჩემმა კონფიდენციალურმა წყარომ მომაწოდა ეს არის როგორ უჭირავს სააგენტოს თანამშრომელს ეგრეთ წოდებულ ძაღლმჭერს რომელსაც ესენი მაშველებს ეძახიან ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარში არანაირ სტანდარტში არანაირ ცალი თათით, როდესაც შეუძლია თავისუფლად ამოუგდოს ეს თათი და ცხოველი დარჩეს ხეიბარი მთელი ცხოვრებით და პლუს ამას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იგივე სააგენტოს დირექტორი ბოდიში რო ჩაგეჭერით, გუშინდელ ინტერვიუში აცხადებს, რომ მარტო იმიტომ უნდა მოხდეს 5 ძაღლზე ან ცხოველზე შეზღუდვა, რომ კარგად მოუაროს მეპატრონემ, მაშინ როდესაც ჰუმანიზმის ნაწილშიც კი არ შედის, ის მოპყრობის ქმედება, რაც ამ ფოტოშია, ხო, მინიმუმ თბილისის მუნიციპალური თბილისის მერიის ლოგო ედო მე მგონი ხო თბილისის მონიტორინგის თანამშრომელი თბილისის ლოგო აქვს აი გადასარევად როგორ შეიძლება იმ ჭერმეტყველო იმაზე რომ ცხოველის ინტერესებს იცავ 5-ით შეზღუდვით მაშინ როდესაც შენ თვითონ შენივე დაწესებულებაში ძაღლმჭერი ესე ქვია მაგას სხვა არაფერი არ არის აი ესეთი არაჰუმანური ფორმით წარმოდგენილი და ეს რაც ახლა შენ ანახე მაგრამ რამდენი არის ისეთი რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ ეს ის სამსახურია სადაც გამოჟონა ასევე ინფორმაცია ჩემ წყაროზე დაყრდნობით რომ მარიკა დამეთანხმება არსებობს ასეთი მაცივარი სადაც ლეშებს ინახავენ სანამ მოხდება მათი ბიოთერმულ ორმოში მოთავსება და აი ამ მაცივარში იდო ცოცხალი ძაღლი სავარაუდოდ ძაღლი იყო ცუდად ალბათ პულსაცია სუნთქვა შენელებული ჰქონდა და აი ესე ჩათვალეს ყოველგვარი ვეტერინარის შემოწმების გარეშე ჩათვალეს რომ ეს ძაღლი იყო მკვდარი და ჩადეს ცოცხალი ძაღლი საოცარი რა არის იცით ახლა ის რომ მათ კონდეთ საშუალება რომ თქვა გასცენ კითხვებზე პასუხი და თუნდაც უარყონ ის ინფორმაცია რაც ახლა გაჟღერდა ხო ამისთვის ხომ ჯობია რომ არსებობდეს საშუალება იგივე მიმკედებლები იყვნენ თქვა შეშვებულები ტერიტორიაზე პირიქით გახსნა ყველა ინფორმაცია და აჩვენონ ყველა ადამიანს ვინც ეძებს თავის მიკედლებულ ძაღლს და იყოს სრულიად თვალსაჩინო ყველასთვის გახსნილი იყოს ეს ინფორმაცია. ამ ადამიანებს ხომ აქვთ უზარმაზარი სიყვარული შინაური ცხოველების და ამიტომაც მიდიან აი ამ არანორმალურად დიდ შრომაზე, რასაც მიკედლებული ძაღლის პატრონობა ქვია. ამას მე ჩემს ეზოში თუნდაც ნანიკოზე დაკვირვებით შემიძლია სულ ყველას თავი გავანება. უბრალოდ შემიძლია აი ამ ერთი ადამიანის თქვა საქციელის დაკვირვებით დავადასტურო ნამდვილად რომ ცხოველების შინაური ცხოველების და განსაკუთრებით ძაღლების და კატების სიყვარული ეს აი მართლა გეუბნებით რა არის რაღაცა იცით რა შეასაქმე აქ მხოლოდ მიუსაფარ ცხოველებს კი არ ერჩის ეს სამსახური მათ უკან მდგომ ადამიანებსაც აყენებს ზიანს მორალურს პირველ რიგში შეიყა ადამიანების ჯანმრთელობა იმიტომ რომ
არ მინდა სახელებით და გვარებით დავასახელო ის ადამიანები, ვინც მომმართავენ, რომლებსაც ჯერათ, რომ იქნებ გადარჩნენ მათი ნაპატრონები, ძაღლები, იქნებ სადღაც ცოცხლები არიან, ეძებენ, დადიან. დღეს ერთ-ერთმა ჩააკითხა ერთ-ერთ სოფელში, თიანეთის ერთ-ერთ სოფელში, რომ ჩემ ძაღლს ძალიან გავსო და შეიძლება ის იყოსო და წავიდა ამ ხელა მანძილზე და ჩააკითხა იმ ძაღლს, რომ იქნებ ეს იყოს. ანუ ადამიანები, ეს ხო ემოციური ბმარი, ჩვენ ამ არსებებთან გვაქვს ემოციური დამოკიდებულება და ადამიანები იმდენად განიცდიან, რომ აი რაღაც ჯანმრთელობა შეერყათ. გარდა ამისა, როდესაც ესე ასაიდუმლოებს, ეს იქნებ დაუშვათ ამ პატრონობისას იმ ძაღლმა ან კბილი გაკრა, ან გაკაწრა და ადამიანს უნდა რომ თავისი სიმშვიდისთვის დააკვირდეს ამ ძაღლს გარკვეული დღეების რაოდენობა. როდესაც ეს სამსახური აქრობს და მე გეუბნება რომ არა არ წამიყვანია და ანტირაბიულს მიაკითხე და რაც გინდა ისქენი, ხო? აქ პირდაპირ ადამიანის უფლებების შელახვაზე გვაქვს საუბარი. თავისთავად ცხადია. აუცილებლად უნდა გადავიდე ახლა და დავსვა ის კითხვა, რომელიც გაუჩნდება ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება ასევე და მინდა რომ სპეციალისტმა აი ამ კითხვებსაც გასცეს პასუხი. რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც თქვათ ძაღლი იწევს თქვათ პატარა ბავშვზე, არის ასეთი შემთხვევები ნამდვილად არის და ადამიანები ღელავენ იმასთან დაკავშირებით, რომ არ არიან დარწმუნებულები, რომ ეს ძაღლები თქვათ არიან მიკედლებულები, ან ისე უვლიან ამ ძაღლებს, რომ თქვათ იყოს გამორიცხული ყოველგვარი ზიანი მიყენებული ბავშვისთვის, ადამიანისთვის, დიდისთვის, რა მნიშვნელობა აქვს. თან არსებობს ესეთი დაავადებაც კი ცინოფობია ქვია, როდესაც ადამიანებს ძალიან ეშინიათ ძაღლის. აი მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება პატარა, დიდი, არანაირად. ნუ აი არის, დაიბადა ესეთი ადამიანი, აქვს ეს შიშები. რა უთხრათ, როგორ აუხსნათ ამ ადამიანებს, რომ ეხა მასე მე მთვრალი კაცების მეშინია. ამის გაკონტროლება გაცილებით აუკრძალოთ, გაცილებით უფრო რთულია ამესე აკრძალო, მე მგონი, მაგრამ აუკრძალოთ მთვრალი კაცები, მომხრე ვარ მე. საქმე რაშია? საბედნიეროდ ქრისტიანული საზოგადოება ვართ, საქართველოში უმეტესად წარმოდგენილი, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა რა სარწმუნოების ავართ, ღმერთმა შექმნა ყველა. ჩვენის ჩათვლით და ცხოველები, ძაღლი, კატაც ამ სოციუმის ნაწილია და მე არ გამოვყოფ ხა ადამიანს და ცხოველს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ცხოველმა უნდა დაგლიჯოს ვიღაცის სიცოცხლე შეუქმნას საფრთხე და ასე შემდეგ. საქმე რაშია, რომ პირვანდელ იმას, რა ქვია, შეთანხმებას, რომელიც ჩვენ 2008 წელს ჩემს ორგანიზაციას, უსახკარო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას, რომელიც ვეტერინარების მიერ იყო ჩამოყალიბებული, ქონდა შეთანხმება მაშინდელი პირველი წამოწყება იყო ეს მუნიციპალური თავშესაფარი და თემურ ფხალაძე, ხო? მე მგონი თემურ ფხალაძე იყო და მაშინ ქონდა შეთანხმება, რომ აი ძაღლები მაგალითად, რომელიც იქნებიან ყურზე მარკირებული, თავისი ნუმერაცია ექნებოდა, გასტერილებული იქნებოდა, აცრილი იქნებოდა, ის ძაღლები არ უნდა ყოფილიყვნენ ხელყოფის ქვეშ და პლუს იმასაც უზრუნველყოფდით, როგორც ნანუკამ თქვა, რომ წელიწადში ერთხელ ეს ვაქცინაცია ჩაგვეტარებინა და დღეს უკვე კანონი არეგულირებს მაგას, მაშინ არ იყო ეს, მაგრამ თუ გვინდა რომ საზოგადოებაში სწორად ვრცელდებოდეს რაღაცა ჰუმანური წესები, მიდგომები ასე შემდეგ, ხო გვაქვს კანონი თუ არ გვაქვს განსაზღვრული, მაინც უნდა მივყვეთ ამას, იმიტომ რომ სხვა გამოსავალებელია. ნორმა ესეთია. აი ხა დღევანდელ რეალობაში ხო ეს ხალხი ძალიან ბევრ ენერგიას დებს მაგაში, რომ საზოგადოება დაცული იყოს და მე შემიძლია გითხრათ, როგორც ვეტერინარმაც და ცხოველთა დაცველადაც და ცხოველთა მოყვარულმაც, რომ არც ჩვენ, არც მე, არც ნანუკას, არც ერთს არ უნდა ამდენი ცხოველი რო იყოს ქუჩაში კი არა, საერთოდ არც ერთი არ გვინდა და აი ახლა შეზღუდვაზე რო არის საუბარი, მეც მომხრე ვარ, რომ ცხოველების რაოდენობა არ იყოს ბევრი და ჩემი პირადად 5 ძაღლი რო შემძლებოდა, ახლა კი ძალიან მიყვარს, მაგრამ არ მეყოლებოდა, იმიტომ რომ არც ის თანხა არის მარტივი, რასაც თვეში მოიხმარენ, არც ის ეზო, რომელიც დასალაგებელია და ასე შემდეგ, მაგრამ მე მიყვარს ეს ჩემი არსებები, პასუხისმგებლობა ავიღე და ჩემი გადმოსახედიდან და როდესაც ვიჯექით პარლამენტში ამ კანონს ვამუშავებდით, მაშინ კანონ პროექტი იყო, საუბარი იყო იმაზე, რომ მოდი რა, ხარისხი გამიკონტროლე, მე შესრულებული სამუშაოსი ვთქვათ, როგორ ვუვლი მე ჩემ ამ 5 ცხოველს რა პირობებში მყავს და კი ბატონო, ეს ცხოველთა შემგროვებლობა მეც წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ ცხოველები მან დიტანჯებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფერი შეუზღუდო და ნებაყოფლობითია ის
ცხოველების აყვანაც, იმიტომ რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ამ ცხოველების რაოდენობის შეზღუდვას და ასე მივდივართ მიუჩოჩიალობთაც არ ქვია ამ ფორმით და ვერ ეღირსა საქართველოს რომ გამოსწორდეს და ეხლა საუბარია იმაზე რომ ევროკავშირმა წლების წინ როდის მოაგვარა იცით ეს პრობლემა 70 წლის წინ როცა ყველა დააძინა და 76 წლის თავზე მაგისი არგუმენტად მოყვანა რომ იცით რა გერმანიამ დააძინა ამდენი წლის წინ ამდენი ცხოველი ეგ არგუმენტი 21 საუკუნეში არ გამოდგება რა თვითონ ეს კარგი პრაქტიკები არსებობს და არსებობს საუკეთესო ჩვენ ხო შეგვიძლია ამდენი წლის მერე გაცილებით უფრო პროგრესულები ვიყოთ და სულ მაგაზე გვაქვს საუბარი რომ იცით რა ჯერ იმ პარადოქსამდე მივიდეთ რომ თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი ექვემდებარება თბილისის მერიას და თქვენ რო ამბობდით რომ მოყვარულები შეუშვას და გადააკონტროლოს რა შეუშვას სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც კი არ ექვემდებარებიან და როგორ შეიძლება ვეტერინარული საქმიანობა გაკონტროლდეს იმ დაწესებულებაში სადაც სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლის მექანიზმიც კი არ არის არა და ვეტერინარული დაწესებულება მე რა რომ მერისა ვერ გავიგე ხა მაშინ ბოლოს გადაცემაში რო ვიყავით ჩვენ ერთად მაშინ თქვი და მე მგონი არავინ არ შეიბერტყა ყური ძაღლებს რომ თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში არ წონიან იცით რას ნიშნავს ეგ არის არაჰუმანური დამოკიდებულება იმიტომ რომ ძაღლს არ ძინავს სრულფასოვნად ან ძინავს კიდევ უფრო ღრმად და შეიძლება მოუკვდეთ ანესთეზიაში მაგრამ ძირითადად აკლდებათ მაგას რომ თავი დაანებოთ ძაღლი რომ არ იწონება იმ ძაღლზე რამდენი ანესთეზია უნდა დახარჯულიყო და აქ საუბარია სპეცკონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების გამოყენებას კაციშვილი ვერ გაარკვევს მე რა ვიცი ანუ მე მახსოვს წლების წინ, როდესაც ესე ჩემ ძველ სამსახურში კეტამინი შემოქონდა უფროსობას და ვიღაცა ნარკომანები მოდიოდნენ, ყიდულობდნენ, არ ვიცი, აშრობენ თუ რას უშვებიან, მაგრამ ამ კეტამინს და დიაზეპამს, რაც მუნიციპალურ თავშესაფარშია, როგორ ითვლიან? აი ხა ესე კიდე უფრო გაშლილად რო ვთქვა, როგორ ითვლიან, როცა ძაღლის წონა არიციან, რომელიც გასტერილდა, ხო? მე რა ვიცი. და როდესაც ნიკა არაგველი იმაზე იძახის, რომ ჩვენ ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ ცხოველების მოვლისო, უკაცრავად თავის თავშესაფრის ფოტო არ იყო, ახლა ეს, სადაც მინიმალური ჰუმანური დონე არ არის დაცული ცხოველთა მოპყრობის შესახებ და მე ახლა გელაპარაკებით აქ ვეტერინარულ ნორმაზე, რომელზეც კაციშვილი არ არის მომკითხავი, რამდენი ანესთეზია უკეთდება, სად მიდის, ყველას ვერ გახარჯავენ, შანსი არ არის, ნარჩენი ანესთეზიები არის, სად მიდის ის ანესთეზიები და როგორ მოხმარდება ცხოველთა კეთილდღეობას. რა მაინტერესებს? და კიდე ნახევრად ცოცხალი ძაღლი აგერ რემაში, რა ქვია, მაცივარში. წარმოუდგენელი ამბავია. ნანა, ჩვენ შეგვიძლია ხარ თქვათ, რომ ის კანონი, რომელიც არის მიღებული, არის განხორციელების, სწორად განხორციელების შემთხვევაში მოგცემს სასურველ შედეგს. ის რაც თქვა 70 წლის წინ მოხდა გერმანიაში. არიან ისინი შანწყალი რაღაცნაირად, რომ თუ ის კანონი შესრულდება, მით უმეტეს მე მახსოვს ამ კანონის მიღების პროცესში აქტივისტებიც იყავით ჩართულები, თუ არ ვცდები. არავინ არ მოგვისმინა სამწუხაროდ აქტივისტებს. მაინც ის ვორდინგია, რა ვორდინგიც უნდათ რომ გასულიყო. სამწუხაროდ ეს კანონი ჩვენ არ მოგცემს მაგის გარანტიებს და პირიქით უფრო მეტ ლიკვიდაციას, ევთანაზიას მივიღებთ მიუსაფარი ცხოველებს. არა, მანდისიც უნდა ვთქვათ, რომ მეც ვიყავი იმ ჯგუფში, სამუშაო ჯგუფში, როგორც ვეტერინარი. რომ გჭირდებოდა და თემა რომ უნდა რეგულირდებოდეს, ეს არის 2x2, მაგრამ გააჩნია მე როგორ აღასრულებენ, რა წერია თავიდანვე კანონში წერია, რომ დაუშვებელია მიკედლებული ძაღლი იყოს ტერიტორიაზე სკოლის, სკვერის და ასე შემდეგ მეტროპოლიტენის შენობაში. ანუ მე რო ვიკედლებ ცხოველს მეტროპოლიტენის სადგურში, ხომ არ ვიკედლებ მას, არა? ვიკედლებ ქუჩაში, მაგრამ ეს ძაღლები ჩადიან გასათბობად ამ მეტროპოლიტენის გადასასვლელ გვირაბებში და ასე შემდეგ. ანუ უშუალოდ მეტროში მათი შესვლა საფრთხეთაც არის, მაგრამ თვითონ მიწისქვეშა გადასასვლელებში ჩადიან, სკოლის ეზოებში შედიან, იმიტომ რომ არც ერთი სკოლის ეზო არ არის შემოფარგლული. მარიკამ როგორც თქვა, პირველ რიგში ცხოველთა მოყვარულებს არ გვინდა ქუჩაში ვხედავდეთ მიუსაფარ ცხოველებს, იმიტომ რომ იმ ხალხისაგან განსხვავებით, ვინც ითხოვს მოაშორეთ, მომაცილეთ და იმის უკან რა დგას, არიციან, ჩვენ რო ვხედავთ ამ ცხოველს, გვიჩნდება ის, რომ ვაიმე ახლა რა ვქნა, სად წავიყვანო, იქ დასახმარებელია, ზოგს რაღაცა ოპერაცია სჭირდება, სად მოვიძიო ეს თანხები, ანუ ეს ყველაფერი უფრო მეტ თავის ტკივილთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას,
possibility-ს, რომ ერთ დღეში გავანულოთ ეს პოპულაცია. ამდენი წელი, როდესაც გვყავს მიუსაფარი ცხოველი, 1, 2 და 3 წელიწადში იმ შედეგს ვერ დავდეთ, რომ ქუჩაში არ გვყავდეს, მაგრამ თავარია შედეგი იყოს ჰუმანურ პრინციპებზე დაფუძნებული და ის პუნქტები, რაც გვიწერია შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონში, რომ ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპებია, რომ კონდეს საჭმელი ხელმისაწვდომი, უსაფრთხო გარემო წყალი, აი ამ პრინციპებს პირველ რიგში თბილისის მონიტორინგის სამსახური არღვევს, როდესაც კარგ შემთხვევაში, ამას თუ კარგი შემთხვევა ქვია, ძაღლს გადასვავს სადღაც უკაცრიელ ტერიტორიაზე, სადაც ტრაილერს ჩაუვარდება პირველივე ნახევარ საათში, ან ცუდ შემთხვევაში ლიკვიდაციას გაუკეთებს და ისიც არ ვიცით, როგორ აძინებს, რა საშუალებით და რამდენად ჰუმანურად. არა, მან ერთი რაც თქვენს კითხვას რატო არ მოусმინეს ცხოველთა მოყვარულებს, მასეც არ იყო რეალურად საკითხი, როგორ იდგა, იცით, რომ მივიდოდით, ვიმუშავებდით, ჩვენი ვერსიით ვეტყოდით, ყოველ ჯერზე რამდენჯერაც ვიყავით, აი 35 გვერდი იყო თუ რა, ყოველ ჯერზე გადაკითხული მქონდა, იმიტომ რომ რო ვბრუნდებოდით, ის საკითხი ისე კი არ იყო, ისე იყო ფორმულირებული, როგორც მათ აწყობდათ. ამიტომ ნანუკას ჩართავდნენ, მარიკას, პეტრეს თუ პავლეს, ვიზუალიზაციის ნაწილი უფრო ეგეთი შთაბეჭდილება დამჩარა, რომ იყო, რომ მუშაობდა ჯგუფი, კი გარკვეულწილად რაღაცებს ვაკორექტირებდით, მაგრამ იყო რაღაცა მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც სჭირდებოდა სწორი ფორმულირება და მე გვხვდებოდა სხვანაირი და კიდევაც გამინაწყენდა იქაური იურიდიული სამსახური, რომ პირდაპირ უთხარი, რომ რაზეც მუშაობთ, მე მოდიხარ და უნდა აკონტროლო, რომ ნახდათ ისე ჩაიწერა თუ არა და ანუ მაშინ რაღაცო დავდივართ, ხო? ახლა მე პირადად ერთადერთი რაც ინტერესი მქონდა კეთილდღეობის, მაგრამ ანუ ამ კეთილდღეობას დღეისათვის მოიტანს ინტენსიური სტერილიზაცია, კასტრაცია და ოდესმე ხო შეიძლება დავიწყოთ და მოშენების ხო და მოშენების გაცხრილვა, იმიტომ რომ მე პირადად ხო ანუ თანახმავა რომ ვიღაცამ მოშენება გააკეთოს, ოღონდ ეს უნდა იყოს მაღალი კატეგორიის ჯიშის წარმომადგენელი და არ ამრავლებდეს ყველა, იმიტომ რომ გამრავლება აი მოშენების გაცხრილვა, აი ეს ახლა უნდა ახსნათ საზოგადოებისთვის აუცილებლად, ძალიან კონკრეტულად ახსნათ ეს რას ნიშნავს. დღეს ყველა ადამიანს, ვისაც სახლში ყავს ძაღლი, შეუძლია რომ აჯვაროს დაუსრულებლად და ნუ აღარ აქვს მნიშვნელობა ხა იმილებს გაყიდეს თუ აჯვაროს. ხო. აი მოშენების კონტროლი არის ზუსტად ეს. მოდით ახსნათ ეს რას მოიტანს და იყო თუ არა ასეთი შემთხვევა სადმე რომელიმე ქვეყანაში რომელმაც ზუსტად ის შედეგი დადო, რასაც ახლა ჩვენ რისთვისაც ვიბრძვით. კი, ცხადია, მთელი ევროკავშირი მაგაზეა, რომ სწორად წარმართული მერე შესწოდეს ვაღიაროთ, ახლა მე არ მინდა პირადად ჩემ ქვეყანაში იგივე ხდებოდეს და ის გამქრალი ძაღლებიც იმიტოქრებიან, რომ ვიღაცამ თავის დროზე გაამრავლა და გაყარა გარეთ, ხო? და შესაბამისად სტერილიზაცია ერთადერთი გამოსავალია, კი შესაძლებელია იყოს ვიღაცის კერძო საკუთრების, იმიტომ რომ დღესაც ძაღლი ნივთია საქართველოში, ვიღაცის კერძო საკუთრების ხელყოფა, მაგრამ რეალურად რა ხდება, რომ როდესაც ვიღაცა ამრავლებს და არ ეწევა მოშენებას, იმდენი არასწორი გენეტიკის ცხოველი მოდის, რომ უკვე პუდელია თუ პიტბული ვერ გაარკვა. აი ეგეთი ის არის და ვინც მართლა მოშენებას აწარმოებს და ხარისხიან მოშენებას აწარმოებს, ის თუ მაინც და მაინც ვიღაცას აგერ ნანუკას მოუნდა ჯიშიანი ძაღლი გადაიხადოს ძვირი, ექნება გარანტია, რომ გენეტიკური დაავადებები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი და ეყოლება. ვისაც კომპანიონი ცხოველი უნდა, ხო, ქუჩაშიც და ვთქვათ, თავშესაფრებშიც და კერძო პირებთან ვინც აიყვანა, უამრავი საყვარელი ინდივიდუალიზმით სავსე ცხოველი იქნება და იჩუქოს. იმიტომ რომ ის ოქსიტოცინი, რომელიც ჩვენ გამოგვიმუშავდება ცხოველებთან ურთიერთობისას, გამოგვიმუშავდება არა ჯიშის გამო, არამედ იმის გამო, რასაც ჩვენ გვგრძნობთ ცხოველებიდან გამომდინარე და იყოს ეს ჯიშიანი ცხოველები, ოღონდ სწორი სელექციის ხარჯზე არსებობდეს და დანარჩენი, ანუ რა ვიცი, ახლა ყველაფერს სჭირდება თავისი რეგულაცია და კი ახლა აქ შეიძლება საზოგადოებამ თქვას, რომ ვაიმე, რატო, კაცო, ჩემია და
ანუ გავიგეთ რომ თქვენია, მაგრამ საზოგადოება დაიღალა უკვე ამდენი ცხოვრება. ხო, რითაც დავიწყე იქ მინდა ხა ისე მივიდე, იმიტომ რომ აი ამ ყველაფრით ხო ბალანსიც არ არის. არანაირი ბალანსი არ არის და თან საზოგადოება იყოფა მართლა ორ ნაწილად, იმიტომ რომ არიან ადამიანები და მე დარწმუნებული ვარ უმეტესობა ადამიანებისას გიждდებით და ისე გვიყვარს ჩვენი შინაური ცხოველები და ვზდით როგორც საკუთარ შვილებს ლამის ხო და ნუ ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ყურება, რაც ჩვენი ირგვლივ ახლა ხდება, მით უმეტეს ასეთ აბსოლუტურად დაულაგებელ მოუგვარებელ სიტუაციაში. სხვა შორის აი ნიდერლანდებში არის ძალიან და ზოგადად ევროპაშიც, გერმანიაშიც თუ გინდა ყავდეს ძაღლი შენ საკმაოდ ძვირს იხდი იმაში, რომ შენ მოუარო და აიყვანო ძაღლი, თორე შენი პასუხისმგებლობა ცოცხალი ორგანიზმის მიმართ, შინაური ცხოველის მიმართ საკმაოდ ძვირი ფასია. ანუ ეს ნამდვილად ასეა. როგორ დარეგულირდა, აი ეს აუცილებლად მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს, თუ თქვა შენ არ აქვს შესაძლებლობა რომ გადაიხადო ესეთი თანხა და არ გინდა რომ გადაიხადო, ასეთ შემთხვევაში მიდიხარ და თავშესაფრიდან იყვანოს. აი ეს არის თუ არა ერთ-ერთი ეს არის სტიმულირების ერთ-ერთი მექანიზმი. ალტერნატივა, კი, რომ თავშესაფრიდან აიყვანონ ცხოველი. მაგრამ ჩვენ ახლა მაინდა-მაინც ნიდერლანდების მაგალითად ან რომელიმე ევროპის რო გავაკეთოთ საუკეთესო მინდა რომ წარმოვადგენინო. კი, უბრალოდ ჯერჯერობით სანამ ჰიპერპოპულაციას ვეფრთვით, პირიქით იმ ადამიანებს ხელი უნდა შეუწყონ, ვისაც ცხოველები ქუჩებიდან აჰყავთ და ეს უნდა იყოს ასე ვთქვათ, წამახალისებელი მექანიზმი. სახელმწიფომ უფასოდ უნდა გაუსტერილოს ეს ცხოველი, უფასო ვაქცინაცია გაუკეთოს, უფასო რეგისტრაცია გაუკეთოს და არ დაწნეხოს და არ დაავალდებულოს, რომ აი 5-ზე მეტი არ უნდა ყავდეს. თუ მყავს 3 ძაღლი და დავიმატებ 2 კატას, ესე იგი ჩემს მაქსიმუმზე ავდივარ. ესე ჰიპერპოპულაციას, როდესაც ეს ადამიანები თავისი წვლილი შეაქვთ და ებრძვიან იმით, რომ ქუჩას აშორებენ და მიყავთ სახლში, ასე ჩვენ ამ მომენტში ვერ შევებრძოლებით, იმიტომ რომ ძალიან რთულ გარდამავალ ეტაპზე ვართ და ასეთ ხალხს პირიქით ხელშეწყობა ჭირდება დღესდღეობით. მარიკა, რა იქნება ახლა საუკეთესო ფაქტიურად ჩავთვალოთ, რომ ეს არის ამ გადაცემის ბოლოს შეკითხვა, თუმცა ჩვენ აუცილებლად სულ ხო დაუბრუნდებით აუცილებლად ამ თემას, იმიტომ რომ 1 ივლისიდან კვლავ შემოდის ივლისიდან, ხო, უკვე შემოდის ახალი განკარგულება თუ არ ვცდები საკრებულოსი, რომელიც საკმაოდ კიდე რაღაც ამგრძელავ მექანიზმებს შეიცავს. რეგისტრაციას ავალდებულო და ვერ დაკრძალავს ძაღლს, ანუ მე პატრონე ვერ დაკრძალავს ძაღლს სპეციალურად განკუთვნილი ადგილის გარეშე. ხა დაუშვათ ჩემს მეგობარს თუ 10 ძაღლი ყავს და ღმერთმა ყველას თავის ცხოველი დიდხანს უცოცხლოს და მეც თუ 3 ძაღლი ყავს, ჩემს კერძო ტერიტორიაზე, ნაკვეთში ან კერძო სახლის ეზოში ვერ დავკრძალავ ამ ძაღლს და უნდა მივმართო სპეციალურ ჰერმეს ან კერძო სასაფლაოს ან ბიოთერმულ ორმოს და ამისთვის დაურეკო მონიტორინგის სააგენტოს და ბიოთერმულ ორმოში ჩაგდებისთვისაც თანხა გადავიხადო. ნამდვილად. ჩემს წარმოუდგენელი ხარ რასაც ვისმე. მარიკა, ბოლო კითხვა, როგორც უკვე ვთქვი, საუკეთესო გამოსავალი ამ მდგომარეობაში თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ აი ეხლა აი ამ რაოდენობის ცხოველების საუკეთესო გამოსავალი. ჰუმანური თავისთავად ცხადია, არ სიმართლე გითხრათ, მე როგორც ერთ მოქალაქეს ვერ წარმომიდგენია ვერანაირად არაჰუმანური მეთოდით თუნდაც კარგი შედეგის მიღება, იმიტომ რომ ეს სადღაც ოდესღაც უსათუოდ სულ რაღაცებს გაგვახსენებს. მოკლედ, ჰუმანურად თუ მიუდგებით ამ საკითხს, სულ ახლახანს 2 ვეტერინარის და რამდენიმე თანაშემწის შედეგად იყო 4 დღეში გასტერილებული 111 ძაღლი. და მე პირადად ახლა სულ იმაზე ვაპელირებ, რომ ავად თუ კარგად თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ვეტერინარების ხელი უფრო კარგად გაწაფულია ვიდრე რეგიონებში და მაგდენი ძაღლი თბილისში გასასტერილებელი რახან არ დარჩა 75 თუ 78%-ია გასტერილებული. სულ ვიძახი, რომ შეიქმნა ჯგუფები, ვისაც ჯერ არს იმას ვეუბნები, ხა არ ვდგევარ და რუპორში არ ყვირივარ, სულ ჩემი სანაცნობოა სურსათის ეროვნული სააგენტო და შემიძლია პირდაპირ მივმართო მათ და ვამბობ, რომ ჯობია გავაკეთოთ ჯგუფები, იმიტომ რომ აქ ამდენი ვეტერინარი საჭირო არ არის, გავუშვათ ცოტა უფრო დიდ ხელფასად რეგიონებში და
იქ ვაწარმოოთ მათი მეშვეობით სოფელ კარდაკარ სტერილიზაცია, პატრონიანების, პატრონოების ხელყოფა ამ შემთხვევაში არ არის რა, არაფოშვაში, როცა ჰიპერპოპულაციას ვებრძვით. იგივე რეგიონების ვეტერინარები გადავატრენინგოთ. ძალიან თავისუფლად შეიძლება 21 დღეში ახალი ჩვევა განუვითარდებათ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე შეიძლება რაღაცას ისე არაკეთებდნენ და ეფექტი ექნება აუცილებლად, მაგრამ ანუ ოდესღაც ხო უნდა დავიწყოთ სწორი მოქმედება. ჯობია ეხლა უკვე დაგვიანებულზე ეხლა მაინც ვიდრე არასდროს და მართალია ჩვენ ამას 1 და 2 დღეში ვერ მოვრჩებით, შეიძლება 2 წელი დასჭირდეს მთელი საქართველოს პოპულაციის მართვას, მაგრამ გარდა ამისა, თვითონ მეპატრონეებიც უკვე მიდიან იმ აზრამდე, რომ თავიანთი ცხოველები უნდა გაასტერილონ, იცით რა, თუნდაც დღეს მყავდა ეგეთი, რომ 6 წლისაც არ არის, ჯერ 5 წლის არის ის ძაღლი და ხო არ გავასტერილოთ, იმიტომ რომ გოგო ვერ ვიპოვეთ რაღაცა, ანუ კი ანუ ეს პრობლემაა ძაღლისთვის თავისთავად ხდება უნდა და არც არის საჭირო, იმიტომ რომ ფიზიოლოგიურად არაფერს არ აძლევს ცხოველს და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა დავკოდოთ, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობისთვის ასაკში რო შევა გაცილებით უფრო ჯანსაღია და აი ამ ცნობიერებას თუ მოუმატებთ საზოგადოებას თვითონვე მოვლენ ამის გასაკეთებლად, თუმცა ამას სჭირდება მუშაობა, ცხადია და ისე არა რომ ოჯახში შეუვარდეს და აი შენ რო ძაღლი ყავს, მე მაქვს კანონით ძალა რომ შენ დაგიკოდო ან გაგის ესე არა. ანუ სწორ საზოგადოებაში ესე არ უნდა ხდებოდეს. სხვა შორის აგზავნის მეთოდი ხშირად კონტრპროდუქტიულია ხოლმე და საერთოდ სხვა შედეგებს იწვევს და მე სულ ფიქრობ, რომ ეს ალბათ რასაც ახლა თქვენ ლაპარაკობთ, ნამდვილად საუკეთესო გამოსავალია, რომ ვებრძოლოთ ჰიპერპოპულაციას, ოღონდ რა თქმა უნდა ჰუმანური მეთოდებით, იმიტომ რომ ცოცხალ არსებებზე გვაქვს ლაპარაკი, ლამის შვილად რომ ყავს მიღებული ისეთებზე. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამ თემაზე ესე ძალიან კვალიფიცირებად და ამომწურავად ისაუბრეთ. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხმა იქნება გაგონილი. ამის იმედი ნამდვილად უნდა დავიტოვოთ, ეს არის ერთადერთი, რაც ამ წუთას შემიძლია ვთქვა. ჩვენ ამ თემას დაუბრუნდებით და აუცილებლად გავაკონტროლებთ იმ შედეგებს, რომელიც დადგება ალბათ 1 ივლისიდან უკვე ახალი კანონის ძალაში შესვლის. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ მომავალ შაბათს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს.